უკრაინელმა სნაიპერებმა ძალიან ეფექტურად დაამტკიცეს თავიანთი შესაძლებლობები რუსი დამხრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამაში მათ ისიც ეხმარებათ, რომ ხელთ აქვთ მსოფლიოში ყველაზე დიდი სნაიპერული თოფი, რომლის ანგარიშზეც ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე შორი სნაიპერული ლიკვიდაციებიდან რამდენიმეა და შეუძლია შორი დისტანციიდან ჯავშნის უმეტეს ტიპში შეღწევა შედარებით იაფად. რა თოფია ეს? როგორ გამოიყენეს იგი უკრაინელმა ძალებმა და რას ნიშნავს ეს სნაიპერის მომავალისთვის? მოდი დავაკვირდეთ. ომის წარმოება ბოლო 3 საუკუნეში დრამატულად შეიცვალა. ის რაც ოდესღაც მასობრივი სროლის იმედზე იყო, რათა აინაზღაურებინათ ადრეული ცეცხლსასროლი იარაღისა და არტილერიის არაზუსტობა, თანდათან უფრო ზუსტ ხასიათს იღებს, რადგან იარაღები უფრო შორ მანძილზე უფრო ზუსტი ხდება. სნაიპერის გამოჩენა მე-18 საუკუნის ბოლოს, იაფი ხრახნული ლულების გამოჩენის წყალობით ერთ-ერთი საუკეთესო ადრეული მაგალითია ომში ზუსტი მიზანში სროლის. სნაიპერებზე მოთხოვნა მაღალი იყო კონფლიქტებში ამერიკის რევოლუციური ომის დროიდანვე, სადაც მათ მნიშვნელოვანი ბრძოლების, მაგალითად 1767 წლის სარატოგას ბედი შეცვალეს. სნაიპერებმა პირველად დაამტკიცეს თავიანთი ეფექტიანობა ბრძოლის ველზე ინდივიდუალური მტრის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ოფიცრების, რომელთა მიზანში ამოღება ადვილი იყო მათი მორთული უნიფორმების გამო. ცეცხლსასროლი იარაღის გაზრდილმა სიშორემ და სიზუსტემ ოფიცრები აიძულა მე-19 საუკუნის ბოლოს უფრო უბრალოდ ანსაცმელი ეტარებინათ. მას შემდეგ, რაც სნაიპერებმა თავიანთი ეფექტიანობა ცოცხალი ძალის წინააღმდეგ ბრძოლაში დაამტკიცეს, მათ დაიწყეს კიდევ უფრო დიდი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, რომელიც სპეციალური მძიმე ტყვიამფრქვევის ვაზნებით იტვირთებოდა, რათა მტრის მანქანები, მაგალითად მომარაგების სატვირთოები ან თუნდაც ტანკები, სამიზნედ ექციათ. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ტანკის ჯავშანი ამ იარაღებისთვის ძალიან გამძლე გახდა, ანტიმატერიალური შაშხანები კვლავ ეფექტურია სხვა მრავალფეროვან სამიზნეებზე. ამ შაშხანების გამოჩენის წყალობით სნაიპერი საფრთხეს აღარ წარმოადგენდა მხოლოდ ქვეითებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც ჯავშან მანქანებში ან სხვა სატრანსპორტო საშუალებებში იმყოფებოდა. სნაიპერის ეფექტურობა როგორც ძალის გამამრავლებლისა კვლავ იზრდებოდა, თუმცა მსროლელებს ხშირად მაინც აკლდათ იარაღი, რომელიც ყველა მათ საჭიროებას დააკმაყოფილებდა. პირველი სნაიპერები როგორც წესი მონადირეები იყვნენ, რომლებიც თავიანთი გამოცდილების გამო შეარჩიეს ამ როლისთვის. სწორედ ამიტომ სნაიპერული შაშხანების უმეტესობა 1970-იან წლებშიც კი მონადირული შაშხანებიდან იყო გადაკეთებული. მაგრამ ასეთი დინამიკა ზღუდავდა იმ ტიპის ვაზნების განვითარებას, რომელთა გამოყენებაც შეეძლოთ. სიტუაცია 1980-იან წლებში დაიწყო შეცვლა. ამ ცვლილებებიდან ერთ-ერთი იყო სნაიპერის ანტიმატერიალური დანიშნულების კიდევ უფრო განვითარება. ეს იყო დრო, როდესაც ცნობილი ამერიკული 50 კალიბრიანი ბარეტის სნაიპერული თოფი გამოიგონა ტენესელმა კაცმა სახელად რონი ბარეტი. ბრაუნინგის ტყვიამფრქვევის ვაზნის გამოყენებამ ამ იარაღისთვის სნაიპერს მისცა ბევრად მეტი მანძილი და ძალა, რაც ზრდიდა იმ სამიზნეების მრავალფეროვნებას, რომელთა განადგურებაც შეიძლებოდა. მიზანმიმართული მსროლელები, რომლებიც მტრის ქვეითების დამიზნებას იყვნენ მიჩვეულნი, ახლა მიიღეს იარაღი, რომლის გამოყენებაც მანქანების წინააღმდეგაც შეიძლებოდა. ამავე დროს სნაიპერების შერჩევისა და მომზადების მეთოდებიც შეიცვალა. თანამედროვე არმიებში სნაიპერის სტანდარტული მომზადება შეიძლება 1 წელზე მეტხანს გაგრძელდეს და უკრაინაც ერთ დროს ამხრივ გამონაკლისი არ ყოფილა. თუმცა რადგან ისინი ფრონტზე ძალიან სჭირდებათ, უკრაინის სნაიპერთა სკოლებში კანდიდატებს აძლევენ დაჩქარებულ კურსს, რომელიც რამდენიმე კვირაში სრულდება. უკრაინაში ომმა დაამტკიცა, რომ ზუსტი არტილერიისა და დრონების მეთვალყურეობის ეპოქაში სნაიპერებს სჭირდებათ იარაღი, რომელიც უფრო და უფრო დიდ მანძილებზე იქნება ზუსტი, რათა იყვნენ ეფექტურები და უზრუნოონ საკუთარი გადარჩენა. საბედნიეროდ უკრაინისთვის მის არსენალში ერთ-ერთი იარაღი არის სნაიპექს ალიგატორი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელი სნაიპერული თოფია. სრულად აწყობისას მისი სიგრძე 6 ფუტი და 6 დუიმია. ექსპერტები ამ იარაღს აღწერენ როგორც ისეთ იარაღს, რომელიც წინა ანტიმატერიალურ თოფებსაც კი, როგორიცაა M7 ბარეტი, სუსტი იარაღება დაჩენს შედარებისას. რა მახასიათებლები აქვს ამ იარაღს? მოდით დეტალურად განეხილოთ. სნაიპექს ალიგატორი არის ადგილობრივი წარმოების თოფი, რომელმაც დებიუტი 2020 წლის ივნისში მოახდინა. თოფს აწარმოებს კომპანია ZADO, რომელიც 1991 წელს დაარსდა ხარკოვში, უკრაინაში. მას შემდეგ კომპანიამ საერთაშორისო მასშტაბით გააფართოვა საქმიანობა და ახლა მისი სათავო ოფისები გერმანიასა და ნიდერლანდებში მდებარეობს. ეს არის ნანოტექნოლოგიებზე დაფუძნებული ქიმიური კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია კერამიკაში, საფოხებში, ზეთისა და საწვავის დანამატებში, რომ აღარაფერი ვთქვათ ცეცხლსასროლი იარაღზე. ZADO არის გამოცდილი მწარმოებელი, რომლის პროდუქციის ხაზში 1600-ზე მეტი ერთეული. მათ შორის 2 ანტიმატერიალური იარაღია, ალიგატორი და ტირექსი. ალიგატორს აქვს 57 დიუმიანი ლულა, რაც 2-ჯერზე მეტია ვიდრე სტანდარტული სანადირო თოფის ლულის სიგრძე, რომელიც განკუთვნილია შორ მანძილზე სამიზნეების დასაზიანებლად. შედარებისთვის ბარეთემ 107-ის ლულაც კი პატარაა, მისი სიგრძე მხოლოდ 27 დიუმია. თოფის მასა 25 კილოგრამია, იწონის 55 ფუნტს და გათვლილია 14.5-ზე 114 მმ-იან ანტიმატერიალურ ვაზნაზე. ეს ვაზნა, რომლის მასაც 59-დან 66 გრამამდეა და იწონის დაახლოებით 2.2 უნციას, წარმოიშვა საბჭოთა კავშირში მეორე მსოფლიო ომის დროს. იქ ის გამოიყენებოდა როგორც საბრძოლო მასალა KPV მძიმე ტყვიამფრქვევისთვის და ანტიტანკურ თოფებში, როგორიცაა PTRS-41 და PTRD-41, იარაღები, რომლებიც დღესაც გამოიყენება უკრაინის კონფლიქტში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ვაზნა საერთაშორისო დონეზე გამოიყენებოდა სხვა ანტიმატერიალურ თოფებში, ანტისაჰაერო იარაღებში და ტყვიამფრქვევებში, რომლებიც დაყენებულია ჯავშან ტრანსპორტიორებზე.
მილიმეტრიანი ვაზნა არსებობს რამდენიმე სხვადასხვა სახეობაში, მაგალითად ტრასირებადი, ჯავშანგამტანი, ანთებითი და მაღალფეთქებადი ანთებითი. ალიგატორის ეფექტური სროლის მანძილი 2 კილომეტრია, მაგრამ მაქსიმალური მანძილი 7 კილომეტრს აღწევს. მისი სიზუსტის გასაზრდელად ზადომის ბოლტიანი შაშხანის სახით დააპროექტა. ეს ამცირებს ბოლტის გადახრას, რაც ამ ზომის ვაზნისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა თუ ის ნახევრად ავტომატურ რეჟიმში ისროდა. ალიგატორის რესივერი ფოლადისგანაა დამზადებული, ხოლო მისი ბოლტის სამაგრები ქრომითაა დაფარული, რაც ამცირებს ჭუჭყისა და ნამწვის დაგროვებას ლულაში განმეორებითი სროლის შედეგად. შაშხანა მოყვება მოხსნადი ყუთისებური მჭიდით, რომელშიც 5 ვაზნა ეტევა. ლულის პირის სიჩქარე თითქმის 1000 მეტრია წამში, რაც თითქმის მა-3 უდრის. გამოცდილი მსროლელი წუთში 12 ვაზნას ისრის. ალიგატორი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მოძრავი, ასევე სტატიკური სამიზნეების დის დასარტყმელად. ალიგატორს აქვს კონსტრუქცია, რომელიც რამდენიმე გზით ანაზღაურებს მისი ვაზნის ძლიერ უკუცემას. პირველ რიგში მისი დიდი წონა შთანთქავს ენერგიის დიდ ნაწილს და იარაღს სტაბილურად ამყოფებს, რაც ოპერატორს სრულ უკუცემას არ არზნობინებს. მეორე მხრივ მას აქვს უკუცემის შემამსუბუქებელი კონდახი და 4 ან 5 რუხერიანი ლულის მუხრუჭი. მესამე, მხრის კონდახი რბილი მასალით არის დაფარული, რათა ოპერატორზე დატვირთვა შემცირდეს. თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ზომა თავად უკუცემის შესამცირებლად ეფექტური არ არის. შაშხანას აქვს სიმაღლეზე რეგულირებადი ლოკის საყრდენი, რომელიც შეიძლება დამონტაჟდეს როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მხარეს. მას ასევე მოჰყვება სატარებელი სახელური, რომლის შეცვლაც შესაძლებელია იმის მიხედვით, ოპერატორი იყენებს თუ არა დამონტაჟებულ ჩამხშობს. ამ იარაღის გრძელ დისტანციებზე ტრანსპორტირების გასამარტივებლად, ალიგატორის ლულა სწრაფად შეიძლება გამოეყოს ძირითად კორპუსს. შემდეგ შაშხანა და ლულა შეიძლება ერთად მოთავსდეს კომპაქტურ სატრანსპორტო ყუთში. მისი სიზუსტის გასაზრდელად, ალიგატორი შეიძლება აღჭურვილი იყოს სხვადასხვა სამიზნე მოწყობილობებით და აქვს მცურავი ლულა, რომელიც უკუცემის დროს ბუნებრივად იხევ. ასევე შაშხანას მოჰყვება დასაკეცი 4-პოზიციური რეგულირებადი ორფეხა და უკანა რეგულირებადი ერთფეხა, რათა სროლის დროს დამატებით სტაბილურობა უზრუნოქოს. ალიგატორს ასევე ჰყავს პატარა ძმა, Snipex T-Rex-ის შაშხანა, რომელიც ფაქტობრივად იგივე მოწყობილობაა, მაგრამ ეს პუპაპის კონფიგურაციაშია და არ აქვს მოხსნადი მჭიდი, რაც ნიშნავს, რომ ერთდროულად მხოლოდ ერთ ვაზნას იტარს. როგორც ალიგატორი, ასევე T-Rex-ის შაშხანები დაფარულია სპეციალური საღებავით, რომელსაც სერაკოტი ეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს უმნიშვნელოდ შეიძლება მოგეჩვენოთ, ეს მათი განძლეობის მნიშვნელოვანი მახასიათებელია. სერაკოტი არის კერამიკული საღებავის საფარი, რომელიც უზრუნოყოფს გაძლიერებულ დაცვას გარემოს ზემოქმედებისგან. სერაკოტით დაფარული ცეცხლსასროლი იარაღები ცვეთისა და დაზიანების ნიშნები ნაკლებად ეტყობათ, რადგან უფრო მდგრადია კოროზიისა და გახეხვის მიმართ. სერაკოტი ასევე უკეთეს დაცვას უზრუნოყოფს იარაღისთვის, როდესაც ის ექვექვემდებარება პოტენციურად დამაზიანებელ ქიმიკატებს, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია უფრო ხანგრძლივად და რთულ პირობებში, სანამ საჭირო გახდება შეკეთება ან შეცვლა. სერაკოტის გამოჩენამდე ცეცხლსასროლი იარაღების კოროზიული მასალებისა და გარემოსგან დასაცავად უპირატესობას ანიჭებდნენ უჟანგავი და გაშავებული ფოლადის საფარებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბევრ შემთხვევაში ეხმარებოდა, მასალა წყლიან პირობებში კარგად ვერ ინარჩუნებდა თვისებებს, რაც წინა ხაზზე განლაგებისას ხშირია. ამ იარაღების წყლისგან დასაცავად ტრადიციულად საჭირო იყო წყალამრიდი ზეთი. სერაკოტი იგივე პრობლემებს აგვარებს, რასაც უჟანგავი და გაშავებული ფოლადის საფარები, თუმცა დამატებით იცავს იარაღს წყლისგანაც. სერაკოტის საფარი შეიძლება შესრულდეს სხვადასხვა ფერში, რაც ზრდის თოფის დამალვის შესაძლებლობას, რაც ნებისმიერი სნაიპერის წარმატებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია. თუმცა სერაკოტის საფარის გაკეთება დამოუკიდებლად შეუძლებელია. მისი დატანა საჭიროებს გამოცდილი იარაღმახის ჩართულობას. შესაბამისად, უკრაინელი იარაღმახები სავარაუდოდ ალიგატორს სერაკოტის საფარით ფარავენ, მომხმარებელი ჯარისკაცების მისიის მოთხოვნების შესაბამისად. 2021 წლის იანვარში უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დამაკმაყოფილებელი ტესტირების შედეგების საფუძველზე ალიგატორი შეიარაღებაში მიიღეს. სამინისტრომ განაცხადა, რომ ალიგატორმა აჩვენა უნარი შეესრულებინა ისეთი ამოცანები, რასაც არსებული სნაიპერული თოფები ვერ შეძლებდნენ, თანაც უკუცემის მართვა მისაღებ დონეზე მოახერხა. ამ თოფების გამოყენება იმავე წლის მარტში დაიწყო. მათი გამოჩენა დროულად მოხდა, რათა 1 წლის შემდეგ რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი რაოდენობით განლაგებულიყო. მოხსენებები ვრცელდება, რომ ბრიტანეთის სპეციალური ოპერაციების ჯარისკაცები უკრაინელ სნაიპერებს ასწავლიან ახალი სნაიპერული თოფის გამოყენებას. ჯერ კიდევ გასარკვევია ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო განიხილავს ამ იარაღის მიღებას გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალებისთვის. ჯერჯერობით არც ერთ უცხო ქვეყანას ოფიციალურად არ შეუყვანია ალიგატორი ან T-Rex სამსახურებას. არ არის ცნობილი, რამდენი ასეთი თოფი განთავსდა უკრაინაში, მაგრამ სავარაუდოა, რომ უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა ის მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოიყენეს მაღალი პრიორიტეტის სამიზნეების წინააღმდეგ მისიებში. ასევე სავარაუდოდ წინა ხაზზე რეგულარული ქვეითი დივიზიების შემადგენლობაშიც არიან ზუსტი მსროლელები, რომლებიც ამ იარაღით არიან შეიარაღებულნი. შესაძლოა მისი უკუცემის შთანთქმის უნარის დასტურად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურებელი ზოგიერთი ქალი სნაიპერი ალიგატორს იყენებს. ამ იარაღის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო ასახავს უცნობ ქალს, რომელიც 200 თოფს ვერტიკალურად უჭირავს ხელში, რაც ნათლად აჩვენებს, რამდენად მაღალია ისინი მასზე. ლულა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მასზე დამონტაჟებულია ჩამხშობი, იმდენად გრძელია, რომ ვერტიკალურ მდგომარეობაში მასთან გადაღებულ მამაკაცთა უმეტესობაზე მინიმუმ 1 თავით მაღალი ჩანს. ალიგატორმა უკრაინის ბრძოლის ველებზე რამდენიმე გამორჩეულ შემთხვევაში დატოვა თავისი კვალი.
იარაღი გავრცელებული ინფორმაციით პირველად მნიშვნელოვნად გამოიყენეს მარიუპოლის ბრძოლაში 2022 წლის თებერვლიდან მაისამდე. იქ სადავ აზოვის ბრიგადა, რომელიც დაკავშირებულია ნეონაცისტურ იდეოლოგიასთან და რომელსაც პუტინი იყენებს თავისი პროპაგანდისტვისთვის ომის გასამართლებლად, გავრცელებული ინფორმაციით ალიგატორს სასიკვდილო ეფექტით იყენებდა რუსული ძალების წინააღმდეგ, სანამ ბრძოლა ქალაქის ფოლადის ქარხანაში დასრულდებოდა. 2023 წლის ნოემბერში უკრაინელმა ჯარისკაცმა ვიაჩესლავ კოვალსკიმ ალიგატორის გამოყენებით დააფიქსირა დადასტურებული სნაიპერული განეიტრალების ყველაზე შორი მანძილის ახალი რეკორდი. მან რუსი ჯარისკაცი გაანეიტრალა 3.8 კილომეტრის, ანუ 2.5 მილის მანძილზე. ამ განეიტრალებამ მარტივად მოხსნა წინა რეკორდი, რომელიც 2017 წელს ერახში კანადელი სპეციალური დანიშნულების სნაიპერის მიერ 3.5 კილომეტრის ის მანძილზე იყო დაფიქსირებული. ეს არ იყო ერთადერთი გამორჩეული მიღწევა ალიგატორის გამოყენებით უკრაინელი სნაიპერის ხელში. სამწუხაროდ ამ შემთხვევის შესახებ მეტი ინფორმაცია არ არის ცნობილი. 1 წლით ადრე კიდევ ერთმა უკრაინელმა სნაიპერმა, რომლის სახელიც უცნობია, თავისი ალიგატორით 2 სამიზნე გაანადგურა. 2.7 კილომეტრის 1.8 მილის მანძილზე. ამ დროს ეს შემთხვევა მეორე ყველაზე შორი დადასტურებული სნაიპერული განეიტრალება იყო, კანადელი სნაიპერის შემდეგ. ეს შემთხვევა უფრო ცნობილია, რადგან მისი ვიდეო არსებობს. უკრაინის სამხედრო სტრატეგიული კომუნიკაციების ოფისმა ეს ვიდეო ტელეგრამზე ატვირთა 2022 წლის 13 ნოემბერს. ვიდეოში ჩანს, როგორ გადის რუსი ჯარისკაცი ხეების ხაზზე, ხოლო სნაიპერი მას ღამის ხედვის მოწყობილობით აღჭურვილი სამიზნე მოწყობილობით ადევნებს თვალს. Popular Mechanics-ის მიხედვით სამიზნე მოწყობილობა სავარაუდოდ 20 ჯერადი გადიდებით იყო. როგორც კი რუსი ჯარისკაცი გაჩერდა, სნაიპერმა ერთი გასროლა განახორციელა. დაახლოებით 3 წამის შემდეგ სამიზნე დაეცა. მეორე რუსი ჯარისკაცი, რომელიც მის დასახმარებლად გაიქცა, ასევე სამიზნედ იქცა და სნაიპერმა ისიც ესროლა. ტყუის სამიზნემდე მისვლის დრო, რომელიც იარაღის ცნობილი ლულიდან გასვლის სიჩქარესთან შედარებით განისაზღვრა, სავარაუდოდ ვიდეოს და გასროლას უკრაინელი სნაიპერის ოსტატობის ავთენტურ დემონსტრაციად აქცევს და არა პროპაგანდის ნიმუშად, როგორც ამას სხვა წყაროები ამტკიცებდნენ. ამ შთამბეჭდავი ანტიპერსონალური მიღწევების მიუხედავად, ალიგატორის სნაიპერული თოპი ძირითადად ანტიმატერიალურ როლში გამოსატენებლად იყო შექმნილი და არა ცალკეული მტრის ქვეითების დასამიზნებლად. ამ თოპის სამიზნეებზე მოქმედების დიდი მანძილი უზრუნველყოფს იმას, რომ კონკრეტული მტრის პერსონალის მიზანში ამოღება ოპერატორებისთვის შედარებით რთული იქნება. თუმცა თოპს შეუძლია ქვეითთა გადაადგილებისა და წყობის დარღვევა რამდენიმე კილომეტრის დაშორებიდან შემაწუხებელი ცეცხლის მიტანით. ალიგატორი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ზოგიერთი ბარიერის გასანადგურებლად, რომლებიც ხელს უშლის საკუთარი ქვეითების გადაადგილებას, მაგალითად ხის ნაგებობები ან ბეტონის კედლები. ალიგატორი ყველაზე მეტად გამოდგება მსუბუქი მანქანების, გამაგრებული პოზიციების, როგორიცაა ბლინდაჟები, საკომუნიკაციო აღჭურვილობის, რადარის სადგურების, საბრძოლო მასალისა და საწვავის სატყობების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და თვითმფრინავების ასის ასაფრენ ბილიკზე ან ჰანგარში გასანადგურებლად. ეს სამიზნეები ბევრად უფრო დიდია და მათზე სროლა შორიდან უფრო ადვილია. არსებობს ცნობები, რომ ეს თოპი საკმარისად ზუსტია, რომ შორ მანძილზე ფრენაში მყოფ ვეტმფრენებსაც კი დაუმიზნოს. თუმცა ასეთი შემთხვევის დადასტურებული მაგალითი არ არსებობს. მატერიალური სამიზნეები, რომელთა გასანადგურებლადაც ალიგატორია შექმნილი, ძვირადღირებულია. ანტიმატერიალური თოფები, როგორიცაა ალიგატორი და მისი პატარა ნათესავი T-Rex-ი, შესაბამისად უკრაინას ეხმარება ასიმეტრიული ომის წარმოებაში უფრო დიდ და ფინანსურად ძლიერ მტერთან. თოფის ტყუია მიზანს ურტყამს 23.380 ფუნტი, ანუ დაახლოებით 12 ტონა ძალით, რაც ორჯერ მეტია ვიდრე ბრაუნინგის ტყუია მხევის ნახევარდიუმიანი ვაზნის ძალა. ეს ძალა ბევრად მეტია ვიდრე საკმარისია ბლოკის კედლის გასანადგურებლად. ნებისმიერი მტრიმტერი, რომელსაც ასეთი ტყუია მოხდება, ფაქტობრივად დაფლეთილი იქნება. Snipex-ის მიხედვით თოფს შეუძლია 10 მმ-იანი ფოლადის ჯავშნის გარღვევა 1.5 კილომეტრის მანძილზე. ეს საკმარისი ძალაა, რომ გაარღვიოს რუსული ჯავშანმანქანების, მაგალითად PTR-80-ის, გვერდითი ჯავშანი და საფრთხე შეუქმნას შიგნით მყოფ ყველა ჯარისკაცს. Oryx-ის ბლოგის მიხედვით 2024 წლის 19 თებერვლისთვის რუსეთმა დაკარგა 1196 ჯავშანტექნიკა, მათგან 802 განადგურებულია. ასევე დაკარგა 3435 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და 397 ჯავშანტრანსპორტიორი. ეს შეფასებები სავარაუდოდ ნაკლებია რეალურზე, რადგან Oryx მხოლოდ ვიზუალურად დადასტურებულ დანაკარგებს ითვლის. არ არის ცნობილი ამ დანაკარგებიდან რამდენი იყო გამოწვეული უკრაინელი სნაიპერების მიერ, რომლებიც ალიგატორს იყენებდნენ, მაგრამ უკრაინის დამცველები, რომლებსაც ხელმისაწვდომი აქვთ ძლიერი და იაფი ანტიმატერიალური იარაღი, უდაოდ პასუხისმგებელნი არიან იმ განადგურების ნაწილზე, რაც რუსეთს შეხვდა. უფრო მსუბუქად დაჯავშნული სამიზნეები, როგორიცაა მომარაგების სატვირთოები, ადვილი ნადავლია ალიგატორის ტყუისთვის. უკრაინელი სნაიპერები, რომლებიც ამ იარაღით არიან შეიარაღებულნი, უდაოდ იყენებდნენ მას რუსული ძალების მომარაგების კოლონების დასაშლელად, რაც კიდევ უფრო ზრდიდა ლოგისტიკურ სირთულეებს, რომლებიც კრემლის არმიებს ომის განმავლობაში ჰქონდათ. 2022 წლის 29 სექტემბერს გამოქვეყნებული ვიდეო ალიგატორის ანტიმატერიალური ფუნქციას აჩვენებს. ვიდეოში ჩანს, როგორ იყენებს უკრაინელი სნაიპერი მას დაჯავშნულ სამიზნეზე გასასროლად 2 კილომეტრზე მეტი მანძილიდან. დაბალი ხარისხის ვიდეოში სამიზნედ რუსული ტანკი იყო იდენტიფიცირებული. სნაიპერმა მინიმუმ ერთხელ მაინც მოარტყა მანქანას, რის შემდეგაც ვიდეო მალევე წყდება.
მიუხედავად იმისა, რომ მანქანა არ განადგურებულა და არც მნიშვნელოვანი დაზიანების ნიშნები გამოულენია, მან აჩვენა რა მანძილიდან შეუძლია გაწვრთნილ ალიგატორის ოპერატორს ეფექტურად სროლა და რამდენად სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ეს უფრო მსუბუქად დაჯავშნული რუსული მანქანებისთვის. საფრთხე იზრდება, რაც უფრო ახლოს მიდის სნაიპერი. 100 მეტრზე ალიგატორის ტყვია შეუძლია 30 მმ ფოლადის ჯავშნის გარღვევა, რაც უფრო მძიმე ერთეულებსაც საფრთხეს უქმნის. თუმცა ამავე დროს სნაიპერს ბევრად უფრო დიდ საფრთხეში აგდებს. გაქცევა გასროლის შემდეგ, როცა ასეთი გრძელი და მძიმე იარაღი თან გაქვს, ადვილი არ იქნება. ამიტომ ალიგატორით სნაიპერული მისიის უმეტესობა უფრო დიდი მანძილიდან ტარდება. ალიგატორის ანტიმატერიალური ფუნქციის მნიშვნელობის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ამ სამიზნეების განადგურება ბევრად იაფიჯდება ვიდრე სხვა პორტატული ანტიჯავშნული იარაღით. მაგალითად, ჯაველინის რაკეტა შეიძლება თითო $80,000 ღირდეს. თავად გამშვები მოწყობილობა 6 ნიშნად ანხაღირს. ამ აღჭურვილობას ასევე სჭირდება დახვეწილი მომარაგების ჯაჭვი წარმოებისა და ტრანსპორტირებისთვის, რაც ნიშნავს, რომ მათი რაოდენობა აუცილებლად შეზღუდული იქნება. შედარებისთვის ალიგატორი 4 ან 5 ნიშნად ანხაიღირება. თოფის ზუსტი ფასი მითითებული არ არის. ასევე არსებობს მილიონობით 14.5-ზე 110 მმ-იანი ვაზნა, რომლებიც ხელმისაწვდომია გამოსაყენებლად და მათი ადგილობრივად წარმოებაც მარტივია. ალიგატორის არსებობა უკრაინის ძალებს საშუალებას აძლევს, რომ ძვირადღირებული ჯაველინის ან ენლოუს რაკეტები ნაკლებად პრიორიტეტულ სამიზნეებზე არ გამოიყენონ და ისინი შეინახონ, როგორც თავდაპირველად იყო განკუთვნილი მტრის ძირითადი საბრძოლო ტანკების წინააღმდეგ. ეს კიდევ ერთი გზაა, რომლითაც ალიგატორის არსებობა უკრაინის ასიმეტრიულ ბრძოლას რუსეთთან ეხმარება. რაც არ უნდა კარგი იყოს, ალიგატორი ოპერატორისთვის გარკვეულ საფრთხეებსაც შეიცავს. უკვე ვახსენეთ მისი სიგრძე და წონა, რაც გაქცევას ართულებს. მაგრამ ეს ერთადერთი საკითხი არ არის, რაზეც სნაიპერმა მისი გამოყენებისას უნდა იფიქროს. მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია გამოიყენოს ჩამხშობი, რათა ნაკლებად შესამჩნევი გახდეს, გასროლისას წარმოქმნილი ალვის ალი ძალიან დიდია. ერთ-ერთმა კომენტატორმა მისი სიკაშკაშე ხელყუმბარის აფეთქებას შეადარა. ალვის ჩამხშობიც რომ დააყენო, მაინც ადვილია მისი ამოცნობა. ამიტომ სნაიპერი გასროლის შემდეგ დაუცველი რჩება. სწორედ ამიტომაა ეს შაშხანა შექმნილი ასეთი დიდი მანძილიდან სამიზნეების დასაზიანებლად. ესეთი მანძილი თითქმის ერთადერთი გზაა, რომ სნაიპერმა, რომელიც ამ იარაღს იყენებს, უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. საინტერესოა, რომ 2021 წელს უკრაინის სამხედროების მიერ გამოქვეყნებულ სასწავლო ვიდეოში, როდესაც იარაღს დამყუდებელი ედგა, მისი ალვის პროფილი ბევრად დაბალი იყო. ალიგატორისა და T-Rex-ის გამოჩენა ბრძოლის ველზე აჩვენებს, რომ სნაიპერის როლი განაგრძობს განვითარებას. სროლის მანძილები იზრდება, ხოლო ბოლო 10 წლებში სნაიპერის ყველაზე გრძელი დადასტურებული გასროლის რეკორდი უფრო ხშირად იცვლება. ანტიმატერიალური სნაიპერებიც აჩვენებენ თავიანთ მნიშვნელობას თანამედროვე თანაბარიანი ან თითქმის თანაბარი ძალების კონფლიქტებში. ზუსტი რაკეტები, საარტილერიო ჭურვები და რაკეტაზე დაფუძნებული ტანკსაწინააღმდეგო ან საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალა ასეთ პირობებში სწრაფად იწურება, რის გამოც კონფლიქტის ორივე მხარე დეფიციტს განიცდის. მომხმარებლებს ამიტომ მოუწევთ ფრთხილად იყვნენ, როგორ გამოიყენებენ თავიანთ თანამედროვე ზუსტ საბრძოლო მასალას. ამ რეალობაზე პასუხი იყო დაბრუნება ძველ მეთოდებზე. ბევრ სხვა მხრივაც ძველი ხდება ახალი. მაგალითად, უკრაინის ძალები იყენებენ ძველი ტიპის საზენიტო ქვემეხებს ირანული შაჰედის დრონების ჩამოსაგდებად, რადგან თანამედროვე რაკეტების გამოყენება ამ მიზნით არარაციონალური რესურსების ხარჯვა. ალიგატორი ამავე პრინციპს იყენებს მიწაზე მყოფი სამიზნეების წინააღმდეგ. სნაიპერი ყოველთვის საფრთხეს წარმოადგენს მტრის პერსონალისთვის, განსაკუთრებით მაღალი ღირებულების სამიზნეებისთვის, რომლებიც ფრთხილად არ არიან. თუმცა ანტიმატერიალური როლში შეიძლება სნაიპერებმა 21 საუკუნის მეორე ნახევარში ყველაზე ეფექტურად გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები. მომავლის სნაიპერები, რომლებიც შეიარაღებულნი იქნებიან ნიანგის მსგავსი იარაღებით, შეძრმენ თუ არა შედარებით მცირე ხარჯით საფრთხე შეუქმნან მტრის სულ უფრო ძვირადღირებულ ტექნიკას. როდესაც უკრაინის სამხედროებმა პირველად მიიღეს FV-103 სპარტანის ჯავშანტრანსპორტიორები 2022 წლის ივნისში, ეს არ ყოფილა მსოფლიო მასშტაბით გახმაურებული მოვლენა. სინამდვილეში სამხედრო ანალიტიკოსების უმეტესობა თანხმდებოდა, რომ ამ მანქანებს სავარაუდოდ დიდ გავლენას არ მოახდენდნენ ბრძოლის ველზე. საბოლოო ჯამში მაშინაც კი ისინი შორს იყვნენ თანამედროვე ქვეითთა საბრძოლო მანქანებისგან. თავად ბრიტანეთმა კი ისინი 15 წელზე მეტი ხნის წინ გამოიყვანა ექსპლუატაციიდან. უკრაინა გახდა მე-7 ქვეყანა, რომელმაც ეს მანქანა გამოიყენა, ხოლო ლატვია ერთადერთი სხვა ევროპული ქვეყანა, რომელსაც ისინი ჯერ კიდევ ჰყავს. რუსეთის თანამედროვე სამხედრო ტექნიკასთან შედარებით სპარტანები უმნიშვნელოდ და არასაკმარისად გამოიყურებიან. და მაინც ომიდან 3,5 წლის შემდეგ სპარტანების რაოდენობა ბრძოლის ველზე 35-დან თითქმის 200-მდე გაიზარდა. და ამ რაოდენობიდან მხოლოდ დაახლოებით 35 დაიკარგა ღია წყაროების სადაზვერვო მონიტორინგის კომპანია Oryx-ის მიხედვით. და გადარჩენის მაჩვენებელი, რომელიც დაახლოებით 82.5%-ს შეადგენს,
შეესაბამება დასავლეთისა და უკრაინის ყველაზე წარმატებულ სისტემებს, რაც მიუთითებს, რომ ეს უბრალო მანქანები ბევრად მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მოდით ზუსტად განვიხილოთ, როგორ გადააქცია უკრაინამ ბრიტანეთის ჯართისთვის განკუთვნილი მანქანები ფრონტის ხაზის მონსტრებად, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის თანამედროვე ტანკებთან დაპირისპირება. ეხლა დავიწყოთ რეალური მახასიათებლებით. რას წარმოადგენენ ისინი და რატომ გახადეს სპარტანები თითქმის მოძველებულად თავიდან. FV-103 სპარტანი შეიქმნა 1970-იან წლებში, როგორც ბრიტანეთის CVRT, ანუ საბრძოლო სადაზვერვო მუხლუხა მანქანების ოჯახის ნაწილი. დიზაინის ფილოსოფია მარტივი იყო. შექმნილი იყო სწრაფი მანქანა, რომელსაც შეეძლო სპეციალისტთა ჯგუფების, მაგალითად საჰაერო თავდაცვის ეკიპაჟების ან დაზვერვის დანაყოფების გადაყვანა ბრძოლის ველზე, ისე რომ მძიმე ტანკებს არ ჩამორჩენოდა. ამის მისაღწევად ბრიტანელმა ინჟინერმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ტრადიციული ქვეითთა გადამზიდავისთვის მაქსიმალურად შეემცირებინათ წონა. კორპუსი დამზადებული იყო შედუღებული ალუმინის შენადნობისგან ფოლადის ნაცვლად, ხოლო წინა ნაწილში სისქე მაქსიმუმ 60 მმ-ს აღწევდა. ეს უზრუნველყოფდა დაცვას 14.5 მმ-იანი ტყვიებისგან, დაახლოებით 200 მეტრიდან და ნამსხვრევებისგან, მაგრამ მეც ვერაფერს. ნებისმიერი თანამედროვე თანკსაწინააღმდეგო იარაღის პირდაპირ დარტყმა ადვილად გაარღვევდა მას. მანქანის 195 ცხენისძალიანი ჯაგუარის ძრავა მას ღია გზაზე საათში 60 მილის სიჩქარით გადაადგილების საშუალებას აძლევდა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მინიმალური ტვირთი ჰქონდა. მეორე მხრივ, წონისა და სიმძლავრის თანაფარდობა იმას ნიშნავდა, რომ მას 60 გრადუსიანი აღმართის დაძლევაც შეეძლო. დანაყოფის განყოფილებაში მხოლოდ 4 ჯარისკაცი ეტეოდა, 3 ეკიპაჟის თერს თუ არ ჩავთვლით და მათში შესვლა უკანა კარიდან ან სახურავზე არსებული ლუქებიდან შეიძლებოდა. მანქანის შეიარაღება შერგებოდა 1.7.62 მმ-იანი L-37A1 ტყვია-ამქვევისგან, რომელიც მეთაურის კუპოლში იყო დამონტაჟებული. ეს საკმარისი იყო ქვეითების წინააღმდეგ თავდაცვისთვის, მაგრამ საბოლოოდ უსარგებლო იყო ჯავშან ტექნიკის წინააღმდეგ, თუნდაც ხვარტანის წინააღმდეგ. სუსტი ჯავშნისა და მხოლოდ სპეციფიკური ოპერაციული შესაძლებლობების კომბინაციამ საბოლოოდ ის გამოიწვია, რომ სპარტანი რეალურ ბრძოლაში არასოდეს გამოუყენებიათ. ის უფრო ბრიტანეთის სამხედროებისთვის დამხმარე ტრანსპორტად გამოიყენებოდა. მიუხედავად ამისა, ტრადიციული ქვეითთა საბრძოლო მანქანების შეიარაღების მუდმივმა გაუმჯობესებამ გამოიწვია ის, რომ ტანკი სწრაფად უახლოვდებოდა იმ წერტილს, როცა მას მსგავსი დამხმარე მანქანები გაანადგურებდა. ამან გამოიწვია ის, რომ გაერთიანებულმა სამეფომ სპარტანი უფრო შესაძლებლობიანი პანთერის სამეთაურო და სამეკავშირეო მანქანებით ჩაანაცვლა. ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში ბოლო სპარტანები 2009 წლისთვის ამოიღეს ექსპლუატაციიდან. საკონტექსტოდ შეადარეთ სპარტანი უკრაინის არსებულ საბჭოთა ეპოქის ტექნიკას და დასავლურ ალტერნატივებს. BTR-3 უკრაინის სტანდარტული ადგილობრივი წარმოების ჯავშან ტრანსპორტიორი. მისი წონა 16.4 ტონა და მასში თავსდება 3-დან 6-მდე ჯარისკაცი. ამავდროულად აღჭურვილია 30 მმ-იანი ავტომატური ქვემეხით. ამერიკული M113, რომელსაც უკრაინაც იყენებს, იწონის 14 ტონას და გადაჰყავს 11 ჯარისკაცი. M2 Bradley, რომელსაც უკრაინა სასოწარკვეთილად ითხოვდა, იწონის 27 ტონას, გადაჰყავს 6 ჯარისკაცი ეკიპაჟთან ერთად და აღჭურვილია 25 მმ-იანი ქვემეხით. ავტომატური ქვემეხი plus TOW, ანუ მილისგან გასროლილი, ოპტიკურად დამიზნებული მავთულით მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები დახვეწილი თერმული სამიზნეებით. ამ სტანდარტებთან შედარებით სპარტანი საცოდავად გამოიყურება. თუმცა, როდესაც დიდი ბრიტანეთი 2022 წელს დააპირდა 35 სპარტანის გაგზავნას და შემდეგ ეს დაპირება 120-ზე მეტამდე გაზარდა, უკრაინამ მადლიერებით მიიღო ეს დახმარება. როდესაც სერგი პრიტულას საქველმოქმედესტო ფონდმა 2022 წლის ნოემბერში სულ რაღაცა 36 საათში 6.5 მილიონი დოლარი შეაგროვა, რათა დიდი ბრიტანეთის კერძო გამყიდველებისგან დამატებით 60 სპარტანი შეეძინა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა ეს აღნიშნეს. როდესაც უკრაინის მსოფლიო კონგრესმა ერთად უკრაინისთვის ინიციატივის ფარგლებში კიდევ 13 სპარტანი შეიძინა, წინა ხაზის დანაყოფები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მათ მისაღებად. ხიარულება იმიტომ იყო, რომ უკრაინელმა ძალებმა რაღაც დაინახეს, რაც დასავლელმა ანალიტიკოსებმა გამოტოვეს. ომში, სადაც დომინირებენ დრონები, артиლერია და მუდმივი დაკვირვება, სპარტანების აშკარა სისუსტეები სინამდვილეში დაფარული სიძლიერეები იყო. უკრაინელი ეკიპაჟები არც კი ცდილობდნენ სპარტანის გამოყენებას, როგორც წინა ხაზის ქვეითთა საბრძოლო მანქანას. ეს თვითმკვლელობა იქნებოდა. ამის ნაცვლად მათ ის გადააქციეს მაღალი სიჩქარის ჯავშან ტაქსად, რომელიც ოპტიმიზებული იყო სწრაფი შეღწევისა და ევაკუაციის მისიისთვის ყველაზე საშიშ პირობებში. ერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა ოპერაციული კონცეფცია ასე ახსნა: შეუმჩნევლად შევდივართ, შეუმჩნევლად ვასრულებთ დავალებას, შეუმჩნევლად ვუშვებთ შეტევის ჯგუფს, შევდივართ და ჩვენს ბიჭებს გამოვიყვანთ. ეს რადიკალურად განსხვავდებოდა ნატოს მექანიზებული ომის დოქტრინისგან, როდესაც ეს მანქანა თავდაპირველად შეიქმნა, სადაც ქვეითთა საბრძოლო მანქანები ტანკებთან ერთად მიიწევენ წინ და ავტომატური ქვემეხებით მტრის პოზიციებს ახშობენ.
უკრაინაში სპარტანის ტიპური მისია ასე მიმდინარეობს. მანქანა იმალება ხეების ზოლში ან რელიეფის უკან, ძრავა გამორთული აქვს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს თერმული და ელექტრომაგნიტური კვალი. უკრაინული FPV დრონები წინასწარ ამოწმებენ მარშრუტს, ამოიცნობენ რუსულ სადამკვირვებლო პოსტებს, საარტილერიო პოზიციებს და დრონის ოპერატორებს. როდესაც მისიის მეთაური გადაწყვეტს, რომ გზა თავისუფალია, სპარტანის ეკიპაჟი რთავს ძრავს და სწრაფად აჩქარებს ღია რელიეფზე. მიზანია სისწრაფე და მოულოდნელობა. საათში 60 მილით მანქანა დაახლოებით 1 მილს წუთში ფარავს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს იმ დროის ფანჯარას, როცა რუსულ ძალებს მისის შემჩნევა შეუძლიათ. გადაუგზავნონ სამიზნე მონაცემები და წამოიწყონ საპასუხო შეტევები. კომპაქტური ზომა, რომელიც სუსტი მხარად ჩანდა, უპირატესობად იქცა. სპარტანი თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო და მოკლე მანქანა. მისი სიგრძე ნაკლებია 17 ფუტზე, ხოლო სიგანე 8 ფუტი და 2 ინჩი. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია დამალვა ისეთ პოზიციებში, სადაც უფრო დიდი მანქანები, როგორიცაა BTR-3 ან Bradley გამოჩნდებოდნენ. მისი დაბალი სილუეტი, რომელიც ოდნავ ნაკლებია 9 ფუტზე, ართულებს რუსული დრონებისთვის მის აღმოჩენასა და თვალთვალს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სწრაფად გადაადგილდება რთულ რელიეფზე. როდესაც უკრაინის ძალებს დაჭვილი ჯარისკაცების ევაკუაცია სჭირდებოდათ ბახმუტის მახლობლად ღია პოზიციებიდან, სპარტანები შეუცვლელი აღმოჩნდნენ. შედარებით მცირე ტევადობის გამო უკრაინელებს ხშირად უწევდათ ტრანსპორტის განყოფილებაში ერთმანეთზე მჭიდროდ მოთავსება, მათი დაზიანებების სიმძიმის მიხედვით. ზოგიერთი ევაკუაციის ოპერაცია ლეგენდარული გახდა უკრაინულ დანაყოფებში, რადგან ერთ მანქანაში 12-ზე მეტი ჯარისკაცი ეტეოდა. ერთმა ეკიპაჟის წევრმა აღნიშნა, რომ უკან დაბრუნებისას შიგნით აღჭურვილობა აღარ იყო, ამიტომ ჯარისკაცებს წეტრისივით აწყობდნენ. ეს ბევრად აღემატება სპარტანის მიერ განსაზღვრულ 7 ადამიანის ტევადობას. მაგრამ გადაუდებელი ევაკუაციის დროს უკრაინელი ეკიპაჟები სიცოცხლის გადარჩენას ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე ტექნიკურ მოთხოვნებს. მანქანის მსუბუქი წონა ასევე მნიშვნელოვან უპირატესობას იძლევა, რომელსაც დასავლელი ანალიტიკოსები მუდმივად არასწორად აფასებდნენ. ეს არის მიწის წნევა. მხოლოდ 10.6 ტონა, რომელიც განაწილებულია მისი მუხლუხების საყრდენ ზედაპირზე, სპარტანი მიწის ზედაპირზე დაახლოებით 0.4 კილოგრამს ახდენს თითოეული კვადრატული სანტიმეტრისთვის. შეადარეთ ეს ძირითად საბრძოლო ტანკს, მაგალითად T-72-ს, რომლის წონაც 46 ტონა. რაც ქმნის დაახლოებით 0.9 კილოგრამს თითოეული კვადრატული სანტიმეტრისთვის. ან Leopard 2-ს, რომლის წონაც 60 ტონაზე მეტია, რაც კიდევ უფრო მაღალ წნევას ქმნის. ეს განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ უკრაინის ცნობილ შავ მიწაზე, რომელიც გაზაფხულის დნობისა და ძლიერი წვიმების შემბის შემდეგ სქელთ ალახად იქცევა. მძიმე მანქანები ტალახში იხჩობიან და არტილერიისა და დრონებისთვის ადვილ სამიზნეებად იქცევიან. სპარტანის დაბალი მიწის წნევა მას საშუალებას აძლევს გადალახოს ისეთი რელიეფი, რომელიც უფრო მძიმე ჯავშანს გააჩერებდა, რაც ტაქტიკურ შესაძლებლობებს ხსნის იმ დანაყოფებისთვის, რომლებიც BTR-3-ით ან Bradley-ით იყვნენ აღჭურვილი. ზოგიერთი ცნობით, ჯარისკაცი, რომელიც მანქანიდან ჩამოხდება, შეიძლება ტალახში გაიჭედოს იმ ადგილას, სადაც სპარტანი უპრობლემოდ გაიარა. რაც კიდევ უფრო გასაოცარია, მისი მსუბუქი წონა შესაძლოა გარკვეულ დაცვასაც კი უზრუნველყოფდეს ტანკს საწინააღმდეგო ნაღმებისგან. უმეტესობა წნევაზე რეაგირებადი ტანკს საწინააღმდეგო ნაღმებისა შექმნილია ისე, რომ გააქტიურდეს 150-დან 300 კილოგრამამდე წონაზე. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ნაღმები აფეთქდეს მუხლუხებიანი მანქანების ქვეშ, მაგრამ არ გაიხარჯოს უფრო მსუბუქი საფრთხეებისთვის. სპარტანი ხდება ერთგვარ ნაცრისფერ ზონაში, სადაც ზოგიერთი ნაღმი შეიძლება ყოველთვის არ გააქტიურდეს, განსაკუთრებით ძველი საბჭოთა მოდელები, რომლებიც ფართოდ აქვთ განლაგებული როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს. მიუხედავად იმისა, რომ ეს გარანტირებულ დაცვას არ იძლევა, შეიძლება შექმნას გადარჩენის შანსები, რომლებიც უბრალოდ არ არსებობს უფრო მძიმე ჯავშან ტექნიკისთვის. რა თქმა უნდა, სპარტანის შემცვლელებში შედიოდა ჯავშნის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები, რათა ისინი ნაკლებად დაუცველები ყოფილიყვნენ ნაღმზე აფეთქების, ან უფრო დიდი კალიბრის ტყვიის მოხვედრის შემთხვევაში. ამიტომ გაურკვეველია, რამდენად ეფექტურები იყვნენ ისინი ნაღმების თავიდან არიდებაში. მაგრამ უკრაინამ საკმაოდ ადრე გააცნობიერა, რომ ტექნიკური მახასიათებლების ნაწილი უბრალოდ მნიშვნელობას კარგავდა ომის საერთო სურათში. ინვაზია სწრაფად გადაიქცა გაჭიანურებულ ბრძოლად, სადაც ვერცერთი მხარე ვერ ახერხებდა გონივრულ წინსვლას. ამან გამოიწვია უპილოტო სისტემების აბსოლუტური დომინანტობა. ორივე მხარე ყოველთვიურად 10,000-ობით დრონს იყენებს. მარტივი კომერციული კვადროკოპტერებიდან, რომლებიც ხუმბარებს აგდებენ, დაწყებული დამთავრებული დახვეწილი FPV სარბოლო დრონებით, რომლებიც ანტიტანკური საბრძოლო თავებით არის აღჭურვილი, და შორ მანძილზე მოქმედი ლოიტერინგული საბრძოლო მასალებით, როგორიცაა რუსული ლანსეტი და უკრაინული მოდიფიცირებული სისტემები. ტრადიციული ტანკის დოქტრინა ვარაუდობდა, რომ მძიმე ჯავშანი და აქტიური დაცვის სისტემები უზრუნველყოფდა გადარჩენას, მაგრამ დრონები ზემოდან ესხმიან თავს, უთყამენ ნებისმიერი მანქანის ყველაზე თხელ ჯავშანს სახურავზე. ისინი ასევე ესხმიან თავს ჯგუფურად, რაც გადატვირთავს აქტიური დაცვის სისტემებს, როგორიცაა ავტომატური ქვემეხები ან თუნდაც პასიურ დამატებებს, მაგალითად პადეებს. და დრონების ჯგუფებიც კი გაცილებით იაფიჯდება ვიდრე ის მანქანები, რომლებსაც ანადგურებენ.
ასეთ გარემოში სპარტანების მძიმე ჯავშნის არქონა პარადოქსულად უპირატესობად იქცა. რადგან ის არასდროს იყო შექმნილი, მძიმე ტანკსაწინააღმდეგო იარაღის წინააღმდეგ გასაძლებად, უკრაინელ ინჟინრებს შეეძლოთ სრულად დაეხოცათ მისი დრონებისგან დაცვისთვის, ისე რომ არ ეფიქრათ დაცვის სხვადასხვა ტიპებს შორის ბალანსის შენარჩუნებაზე. 2025 წლის ივლისის ბოლოს გადაღებულ ვიდეოში აშკარად ჩანს, რომ უკრაინულ სპარტანებს ამაგრებენ ანტიდრონულ ბადეს, რომელიც მსგავსია იმ ბადისა, რასაც საბრძოლო ტანკებსა და სხვა ქვეითთა საბრძოლო მანქანებზე იყენებენ. და დაახლოებით იგივე პრინციპით, მეტალის მავთულის ბადეს შემდეგ იფარება კამუფლაჟის ტილოთი ან მსგავსი მასალით, რათა შესაძლებელი იყოს ზემოთხსენებული ხაზის წონის ტაქტიკის გამოყენება, მანამდე სანამ ეს მანქანები ტრანსპორტირებისთვის გახდებოდა საჭირო. სხვა შემთხვევაში, ზოგიერთი მანქანა გადაგეთდა ისე, რომ ტრანსპორტის ნაცვლად დახმარე საბრძოლო აღჭურვილობად ემსახურა. ეს ხდებოდა იმით, რომ მანქანას ამაგრებდნენ კოშკურს, რომელშიც მოთავსებული იყო M2 ბრაუნინგის მძიმე ტყვიამფქვევი და ავტომატური ხუმბარმტყორცნი, სტანდარტული ავტომატური ქვემეხის ნაცვლად. მიუხედავად იმისა, რომ ამან მანქანას ანტიდრონული დაცვის მიღების შესაძლებლობა წაართვა, მნიშვნელოვნად გაზარდა მისი შეტევითი პოტენციალი. მაგრამ მხოლოდ ტექნიკური მახასიათებლები სულად ვერ ხსნის, რატომ მიაღწიეს სპარტანებმა ესეთ წარმატებას უკრაინაში, მაშინ როცა თავდაპირველად ისინი ჯარში უნდა გაეგზავნათ. რეალურად ეს მანქანები უბრალოდ ახალმა დიზაინებმა ჩაანაცვლა, როდესაც ისინი საკუთარ ნატოს არმიებში მსახურობდნენ. მაგრამ უკრაინის პრაქტიკული მოთხოვნები საშუალებას აძლევს, რომ ამ ძველ სასურველ დიზაინებს ახალი სიცოცხლე მიეცეს. როდესაც ბრიტანეთმა 2009 წელს სპარტანის ფლოტი ჩამოაწერა, ისინი პანთერის საკომანდო და სამეკავშირეო მანქანებით ჩაანაცვლა. ესენი იყო ექსპორბლიანი ყველა წამყვანი მანქანები, რომლებიც იტალიურ ივექოს საშუალო მრავალფუნქციურ მანქანაზე იყო დაფუძნებული. პანთერი იწონის 7 ტონას, იტევს 6 ადამიანს და უზრუნველყოფს სტანაგის მეორე დონის ბალისტიკურ დაცვას. ის გზებზე უფრო სწრაფია, უფრო ეკონომიურია საწავის მოხმარებაში, უფრო მარტივია მოვლაში და მნიშვნელოვნად უფრო კომფორტულია ვიდრე მუხლუხებიანი სპარტანი. ნატოს ოპერაციებისთვის ერაყსა და ავღანეთში ეს სრულად გამართლებული იყო. კოალიციური ძალები მოქმედებდნენ სრული საჰაერო უპირატესობით. დახვეწილი სადაზვერვო, სადამკვირვებლო და რეკონესანსის სისტემებით, სადაზვერვო, სადამკვირვებლო და სადაზვერვო ქსელებით და ლოგისტიკური ჯაჭვებით, რომლებიც ნებისმიერ ადგილას 48 საათში მიაწვდიან ნაწილებს. ამ გარემოში ბორბლებიანი მანქანები, რომლებსაც აქვთ დაბალი საოპერაციო ხარჯები და უკეთესი გზის გამალობა, იდეალური იყო. მაგრამ უკრაინა არ იბრძვის საჰაერო უპირატესობისთვის. ის მოქმედებს თითქმის თანაბარ კონფლიქტში, სადაც ორივე მხარეს აქვს ფართო არტილერია, დრონების ჯგუფები და ელექტრონული ომის შესაძლებლობები. გზები მკაცრად კონტროლდება და ხშირად დანაღმულია ან იბომბება არტილერიით თუ დრონებით. ამავე დროს მომარაგების ჯაჭვები ორივე მხარეს სადავოა და არასანდოა, რადგან ყოველდღიურად 600 მილიანი ფრონტის გასწვრივ ხდება მასიური შორმანძილზე დრონების შეტევები. ამ გარემოში მოძველებული სპარტანის მუხლუხებიანი მობილობა, კომპაქტური ზომა და მარტივი მექანიკა უფრო ფასეულს ხდიდა მას, ვიდრე ახალი და უფრო დახვეწილი ალტერნატივები. მუხლუხებიანი საკიდარი უფრო სტაბილურია არათანაბარ რელიეფზე გადაადგილებისას, ხოლო მანქანის უნარი, აიაროს ციცაბო ბორცვები, მას პრაქტიკულად შეუფასებელს ხდის. ზუსტად ასეთ ბორცვებიან რელიეფში, მოფენილში, მინდვრებითა და არხებით, რომელიც დომინირებს უკრაინისა და რუსეთის ფრონტზე დონბასში. უკრაინული ძალები იბრძვიან ომში, რომელიც უფრო მეტად გავს მეორე მსოფლიო ომის აღმოსავლეთის ფრონტს, ვიდრე იმ კონფლიქტებს, რისთვისაც ნატო ემზადებოდა. ამ კონტექსტში რაოდენობა, მოვლის სიმართივე და ტაქტიკური მოქნილობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ცალკეული მანქანის შესაძლებლობებები. მხოლოდ ციფრებიც კი ბევრს ამბობს, რადგან უკრაინამ სხვადასხვა არხით დაახლოებით 200 სპარტანის ვერსია მიიღო. შეადარეთ ეს იმ სხვა დასალური სისტემების რაოდენობას, რომლებიც მათ მიიღეს. დაახლოებით 100 Leopard 2 ის ვერსია, 2A4-დან 2A6-მდე, რამდენიმე ნატოს ქვეყნით. 31 მერტი აბრამსის ტანკი, შეერთებული შტატებიდან, რომელთაგან უკრაინამ 27 დაკარგა. დაახლოებით 300 MAS-13-ის ვერსია, ძირითადად ლიტვის მიერ მიწოდებული საბჭოთა პერიოდის წარმოებიდან. 190 Bradley's Moridum 3 შეერთებული შტატებიდან, რომელთაგან დაახლოებით 40 დაკარგულია ან დაზიანებულია. სპარტანის ფლოტი რიცხობრივად საკმარისია რამდენიმე ბრიგადის აღჭურვისთვის. უკრაინულმა ძალებმა შექმნეს 251 ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი, 127 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა და 67 მექანიზებული ბრიგადის ელემენტები სპარტანის ოპერაციების გარშემო. ამ დანაყოფებმა შეიმუშავეს სპეციალიზებული ტაქტიკა, რომელიც იყენებს მანქანის მობილურობასა და ტრანსპორტირების შესაძლებლობებს. მაგრამ აქ იწყება ისტორიის საინტერესო ნაწილი. თუ უკრაინამ შეძლო ამ შედეგების მიღწევა 50 წლის მანქანებით, რომლებიც ბრიტანეთმა უსარგებლოდ მიიჩნია, რა შეძლებს ის იმ ტექნიკით, რომელსაც ნატო რეალურად თანამედროვეად მიიჩნევს. ბრიტანეთის პანთერის მანქანები, რომლებმაც სპარტანი ჩაანაცვლეს, უკრაინისთვის არ შეუთავაზებიათ. ასევე არც Warrior-ის მუხლუხებიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანები,
რომლებიც ბრიტანეთმა ცოტა ხნის წინ ჩამოწერა, თუმცა ისინი შესაძლო მომავალი დახმარების პაკეტებშია ნახსენები. მნიშვნელოვნად უფრო ძლიერი Ajax-ის სადაზვერო მანქანები, რომლებიც ახლა შედის ბრიტანეთის შეერაღებაში, საერთოდ არც განიხილება. მიზეზის ნაწილი, რის გამოც ბრიტანეთი უკრაინის ძველი ტექნიკის ეპოქის შესაბამის აღჭურვილობას აწვდის, პოლიტიკურ რისკების მართვაში მდგომარეობს. ნატოს ქვეყნებს არ სურთ ესეთი თანამედროვე სისტემების მიწოდება, რადგან მათი დაკარგვა ან ხელში ჩაგდება საიდუმლო ტექნოლოგიების გაჟონოს გამოიწვევს. კიდევ ერთი მიზეზი კი სწავლების სირთულეა. თანამედროვე ტექნიკას ეკიპაჟის დახვეწილი მომზადება სჭირდება, რაც თვეებს მოითხოვს. და ბოლოს არსებობს ტექნიკური მომსახურების ინფრასტრუქტურა, რადგან ახალ ტექნიკას სპეციალიზებული სარემონტო ობიექტები და ნაწილები სჭირდება, რაც უკრაინას არ აქვს და ვერც ექნება. რა თქმა უნდა, არსებობს კიდევ ერთი შესაძლებლობა, როცა რუსეთი აცხადებს, რომ ზოგიერთი გადაცემული დახმარება შეიძლება უკრაინის სასარგებლოდ ბალანსი ზედმეტად შეცვალოს და თითქოს მთლიანად რუსეთს შეუქმნას საფრთხე. პასუხად რუსეთმა შეიძლება ომი გაამწვავოს ტაქტიკური იარაღის, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენებით უკრაინის წინააღმდეგ, რომ ასე ვთქვათ, ომი დააჩქაროს. ეს დაშინების ტაქტიკა ახალი არ არის, რადგან პუტინმა მანამდეც სცადა შორსროლელი რაკეტების, ტანკებისა და თვითმფრინავების გადაცემის დაბლოკვა. და არავინ იცის, სად გაავლებს შემდეგ გამოგონილ წითელ ხაზს. მაგრამ სპარტანების წარმატება მიუთითებს, რომ ეს გათვლები შესაძლოა ზედმეტად ფრთხილი იყოს. უკრაინულმა ძალებმა საოცარი უნარი აჩვენეს დასალური აღჭურვილობის ადაპტირებაში. ისინი ტექნიკური მომსახურების სირთულეების გადასაჭრელად იმპროვიზებულ გადაწყვეტილებებს პოულობენ და ავითარებენ ტაქტიკებს, რომლებიც მაქსიმალურად იყენებს პლატფორმის ძლიერ მხარეებს და ამცირებს სისუსტეებს. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს რუსეთისა და ნატოს სამხედრო ბალანსის ფართო კონტექსტში. ორიქსის ვიზუალური დადასტურებების მიხედვით, რუსეთის მიერ შეჭრის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა დაკარგა 23,000-ზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა. ეს მოიცავს დაახლოებით 13,500 განადგურებულ ჯავშან მანქანას, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში დაგროვილი მარაგებიდან იყო აღებული. რუსეთის ამჟამინდელი საწარმოო შესაძლებლობა წელიწადში დაახლოებით 250 T-90M ტანკსა და 70-დან 100-მდე BMP-3 ქვეითთა საბრძოლო მანქანას შეადგენს. რაც გაცილებით ნაკლებია ჩანაცვლების საჭიროებებზე. ქვეყანა იძულებულია სულ უფრო ძველი ტექნიკას საწყობებიდან გამოიტანოს. 1960-იანი წლების T-72-ის ების განთავსება ხდება და იყო შემთხვევებით, როცა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი T-33-ები მატარებლებზე გამოჩნდნენ, რომლებიც უკრაინისკენ მიემართებოდნენ. ნატოს გაერთიანებული სამხედრო სამრეწველო პოტენციალი რუსეთისას მრავალჯერ აღემატება. პოლონელი სამხედრო ანალიტიკოსების მიხედვით, შეერთებულმა შტატებმა 1979 წლიდან 1993 წლამდე 8800-ზე მეტი M1 აბრამსის ტანკი აწარმოა. 1000-ობით მათგანი საწყობებში ინახება და დღემდე ყოველწლიურად დაახლოებით 135 ახალი ტანკი იწარმოება. გერმანიამ 3000-ზე მეტი Leopard 2-ის ტანკი აწარმოა. ბრიტანეთმა თითქმის 500 Challenger-ის ტანკი გამოუშვა, ხოლო საფრანგეთმა 400-ზე მეტი Leclerc-ის ტანკი ააგო. და ესენი თანამედროვე ძირითადი საბრძოლო ტანკებია, კომპოზიტური ჯავშნით, 120 მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხებით, მოწინავე ცეცხლის მართვის სისტემებით და დახვეწილი აქტიური დაცვის სისტემებით. თუ ნატოს ქვეყნებმა გადაწყვეტეს თავიანთი არამოქმედი ტანკების ფლოტის თუნდაც 10% უკრაინისთვის გადაეცათ, ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტში 1000-ზე მეტი თანამედროვე ძირითადი საბრძოლო ტანკი ჩაერთვებოდა. შედარებით სპარტანები პრაქტიკულად უსარგებლონი იქნებოდნენ. იგივე ლოგიკა ვრცელდება ქვეითთა საბრძოლო მანქანებზე, საარტილერიო სისტემებზე, საჰაერო თავდაცვის პლატფორმებსა და საბრძოლო ავიაციაზე. ნატოს აქვს ეს აღჭურვილობა. ყოველთვის მთავარი იყო პოლიტიკური ნება. სპარტანების მოქმედება აჩვენებს, რომ დასავლეთის თუნდაც მოძველებული ტექნიკა, სწორად გამოყენების შემთხვევაში, სჯობნის რუსეთის თანამედროვე სისტემებს. უკრაინელი ჯარისკაცები და ინჟინრები თავისთავად არ არიან რაიმე განსაკუთრებულად უკეთესები რუსეთის ჯარისკაცებსა და ინჟინრებზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სამხედრო მომწოდებელია. მაგრამ დასავლეთის სამხედრო განვითარებამ ბოლო 50 წლის განმავლობაში, თუნდაც მოძველებულად მიჩნეულ ტექნიკაზეც კი, შექმნა შესაძლებლობები, რომელსაც რუსეთის ამჟამინდელი სამხედრო სამრეწველო კომპლექსი ვერ უტოლდება. ტაქტიკური გამოყენებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის მიღმა, სპარტანის წარმატება ეფუძნება კონკრეტულ საინჟინრო არჩევანებს, რომლებიც უკრაინულმა მოდიფიკაციებმა კიდევ უფრო გააუმჯობესა. კერძოდ, M2 Browning-ი მნიშვნელოვნად ზრდის ცეცხლის ძალას კრეითების, მსუბუქი ტექნიკისა და გამაგრებული პოზიციების წინააღმდეგ. მაქსიმალური ეფექტური სიშორით, რომელიც ოდნავ აღემატება 1 მილს, ის სპარტანის ეკიპაჟს საშუალებას აძლევს ცეცხლი გაუხსნან სამიზნეებს, რომლებიც ორიგინალური 7.62 მმ-იანი იარავით მიუწვდომელი იქნებოდა. MK-19 კუმბარ მტყორცნი ამ შესაძლებლობას კიდევ უფრო ზრდის და 1.27 მილამდე აღწევს. ის ისრის მაღალი აფეთქების ფრაგმენტაციულ ჯვრებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ ტრიის პოზიციების დასათქმულად ან ნაკლებად დაჯავშნული მანქანების გასახვრეტად. თუმცა ამ იარაღებს მნიშვნელოვანი ნაკლი აქვთ.
საწყისი L27A1-ისგან განსხვავებით, რომელიც მანქანის შიგნიდან ისრო და M2-A და MK19-ს მსროლელი უნდა ამოყვინთავოდა კოშკურაზე და თავი გაემჟღავნებინა. უკრაინულმა ეკიპაჟებმა ეს პრობლემა იმპროვიზირებული ჯავშნის ფარების დამატებით გადაჭრეს იარაღის სამაგრებზე. მაგალითად, შედუღებული ფოლადის ფირფიტები, რომლებიც იცავს მსროლელს მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისა და ნამსხვრევებისგან, ამავე დროს მსროლელს იარაღის გამოყენების საშუალებას აძლევს. ასევე, მანქანები იღებენ თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემებს. ზოგიერთი სპარტანი ახლა აღჭურვილია ჰარისის რადიოებით, რაც საშუალებას აძლევს უკრაინულ სარდლობის ქსელებთან ინტეგრაციას და დრონების ოპერატორებთან კოორდინაციას. ეს გადაჭრის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, რაც თავდაპირველ მანქანებს ჰქონდათ, თუმცა 1970-იანი წლების რადიო სისტემები უბრალოდ შეუთავსებელია თანამედროვე დაშიფრულ საკომუნიკაციო საშუალებებთან. ცეცხლის მართვის სისტემების განახლება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სპარტანი ტანკების გამანადგურებლად არ იყო შექმნილი, უკრაინელმა ძალებმა მისი პოტენციალი ცეცხლის მხარდამჭერ პლატფორმად აღიარეს. ზოგიერთ მანქანას დაუკანეს ლაზერული მანძილმზომები და გაუმჯობესებული ოპტიკური სამიზნეები, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა სიზუსტე დიდ მანძილზე. ეთმო ეკიპაჟის წევრმა აღნიშნა, რომ გზის ბორბლები რეზინით არის დაფარული და ეს ერთ-ერთი მისი უპირატესობაა. ის მშვიდია, არის მის ლითონის ბრახუნი და მუხლუხებსაც რეზინის საფარები აქვს, რაც ხმაურს ამცირებს. ეს მშვიდი მუშაობა ძრავის მართვით თერმული კვალის შემცირებასთან ერთად სპარტანს გასაოცრად ფარულს ხდის, მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს დახვეწილი კონცსათოთვალო სისტემები. გარემოში, სადაც თერმული ოპტიკა და აკუსტიკური სენსორებია მთავარი, ჩუმად მუშაობა გადადამწყვეტ უპირატესობას იძლევა შეღწევისა და ევაკუაციის მისიების დროს. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ სპარტანი მექანიკურად მარტივია, რაც ნიშნავს, რომ უკრაინელ ეკიპაჟებს შეუძლიათ უმეტესობა ტექნიკური მომსახურებისა ადგილზე ჩაატარონ. როცა მუხლუხი წყდება, ისინი ცვლიან მას. როცა ძრავი გადახურდება, ისინი ცვლიან გაგრილების მილებს. მანქანას არ სჭირდება სპეციალიზებული სადიაგნოსტიკო კომპიუტერები და არც ძნელად მოსაპოვებელი ელექტრონული კომპონენტები. შეადარეთ ეს ბრედლის, რომელსაც აქვს რთული ტურბოჩამტვირთველი დიზელის ძრავა, ავტომატური გადაცემათა კოლოფი, ციფრული ცეცხლის მართვის სისტემა და ინტეგრირებული საბრძოლო ველის მართვის კომპიუტერები. როცა ბრედლი უკრაინაში გაფუჭდება, მას ხშირად სჭირდება სპეციალიზებულ სარემონტო ცენტრში გადაყვანა, სადაც არიან გაწვრთნილი ტექნიკოსები და მწარმოებლისთვის სპეციფიკური სადიაგნოსტიკო მოწყობილობები. ეს სარემონტო უპირატესობა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო იზრდება. Რამდენიმე თვის ოპერაციების შემდეგ ბრედლის ფლოტის საბრძოლო მზადყოფნის დონე იკლებს, რადგან მანქანებს უგროვდებათ მცირე დაზიანებები, რომლების შეკეთებაც ადგილზე შეუძლებელია. სპარტანის ფლოტი ინარჩუნებს უფრო მაღალ ხელმისაწვდომობას, რადგან ეკიპაჟებს შეუძლიათ პრობლემების დაუყოვნებლივ მოგვარება სპეციალიზებული დახმარების ლოდინის გარეშე. უკრაინის სპარტანის პროგრამის წარმატება ასევე აჩვენებს თუ როგორ შეიცვალა სამხედრო შესყიდვების ეკონომიკა დროთა განმავლობაში რეგიონებს შორის. უფრო კონკრეტულად, დასავლეთის სამხედროები ადრე უფრო და უფრო დახვეწილ პლატფორმებს მისდევდნენ. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ტექნოლოგიური უპირატესობა ნებისმიერ კონფლიქტში გადამწყვეტ უპირატესობას მისცემდა. ამან გამოიწვია ისეთი სისტემების შექმნა, როგორიცაა F-35 ტიპის გამანადგურებელი, რომლის თითოეული თვითმფრინავის ღირებულება $100 მილიონ აღწევს. Zumwalt კლასის გამანადგურებელი ხომალდი, რომლის თითოეული ერთეულის ღირებულება $7.5 მილიარდ შეადგენს და Future Combat Systems პროგრამა, რომელიც გაუქმდა მას შემდეგ, რაც $18 მილიარდი დაიხარჯა და არც ერთი მოქმედი საბრძოლო მანქანა არ იქნა ექსპლუატაციაში შეყვანილი. ლოგიკა თითქოს სწორია. მოწინავე ტექნოლოგიები ზრდის საბრძოლო ეფექტურობას. ამიტომ საუკეთესო სისტემებში ინვესტირება უზრუნველყოფს ოპტიმალურ სამხედრო შესაძლებლობებს. მაგრამ უკრაინის გამოცდილება მიგვანიშნებს, რომ ეს ლოგიკა იშლება მაღალი ინტენსივობის ტრადიციულ ომში. პრობლემა არ არის ის, რომ მოწინავე სისტემებს შესაძლებლობები არ აქვთ, რადგან ბრედლი უდავოდ უფრო შესაძლებლობითია ვიდრე სპარტანი, თითქმის ყველა საზომით. მოწინავე სისტემები უბრალოდ ვერ იწარმოება, ტექნიკურ მომსახურებას ვერ უწევენ, ან ექსპლუატაციაში ვერ შეჰყავთ საკმარისი რაოდენობით, რომ მნიშვნელობა კონდეს, როდესაც დანაკარგების დონე მაღალია. აიგეთ მაგალითად მარტივი მათემატიკა. თუ ბრედლი ღირს $4.35 მილიონი, რაც არის აშშ-ს არმიის ბოლო შეკვეთების ერთეულის სავარაუდო ღირებულება, ხოლო განახლებული სპარტანი დაახლოებით $50,000 ღირს. ეს არის ფასი, რომელიც უკრაინულმა საქველმოქმედო ფონდებმა გადაიხადეს ბრიტანელ კერძო გამყიდველებთან, ასე რომ ერთი ბრედლის ფასად შეგიძლიათ 87 სპარტანი შეიძინოთ. ეხლა დაუშვათ, რომ ორივე მანქანას უკრაინულ პირობებში მსგავსი გადარჩენის მაჩვენებელი აქვს, რაც ხელმისაწვდომი დანაკარგების მონაცემების მიხედვით დაახლოებით ასე ჩანს. თუნდაც ბრედლი თითო მანქანაზე 3-ჯერ უფრო ეფექტური იყოს. და ესეც კი სადავოა, დრონებით გადატვირთულ გარემოში სპარტანის ფლოტი იგივე ინვესტიციით 22-ჯერ მეტ ოპერაციულ მანქანას უზრუნველყოფს. ეს ბუნებრივად აძლევს იაფ მანქანას მეტ მრავალფეროვნებას და გამოყენებადობას რეალურ საბრძოლო სიტუაციებში. უკრაინელი მეთაურები სპარტანებს შეუძლიათ გაგზავნონ საშიშ მისიებზე, რაც მიუღებელი რისკი იქნებოდა შეზღუდული ბრედლის მარაგისთვის.
მათ შეუძლიათ სპარტანები განათავსონ წინა ხაზზე, სადაც სწრაფი გაძლიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თითოეული მანქანის შესაძლებლობა. ეს მიუთითებს, რომ დასავლეთის სამხედროებმა ზედმეტად გაამახვილეს ყურადღება თითოეული პლატფორმის შესაძლებლობებზე, ფლოტის გადარჩენის უნარიანობის, ტექნიკური მომსახურების სიმარტივისა და რაოდენობის ხარჯზე. ანტიამბოხებითი ოპერაციების დროს ტექნოლოგიურად სუსტი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ ეს მნიშვნელობას არ იძენდა, რადგან აბსოლუტურად საუკეთესო ტექნიკის ფლობა ფინანსურ ხარჯს ამართლებდა, როცა შეგეძლო მოწინააღმდეგე გაგენადგურებინა მინიმალური ტექნიკური ან ადამიანური დანაკარგებით. მაგრამ თითქმის თანაბარ მოწინააღმდეგეებთან, რომლებსაც აქვთ დახვეწილი იარაღი, რაოდენობა და ხელმისაწვდომობა შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე მცირე შესაძლებლობების გაუმჯობესება. სპარტანების ისტორია, როგორც ბევრი სხვა, კიდევ უფრო ამყარებს იმ აზრს, რომ უკრაინის ომი არ არის კონფლიქტი უახლესი სამხედრო ტექნოლოგიების შორის, სადაც მცირე უპირატესობები წვეთს ბრძოლებს. ეს არის გამოფიტვის ბრძოლა, სადაც მდგრადობა, ადაპტაცია და ნება განსაზღვრავს შედეგებს. ამ გარემო მუხლხებზე მდგომი 1978 წელს შექმნილი ალუმინის ყუთი ფრონტის მონსტრად იქცევა. არა დახვეწილი ელექტრონიკით ან მოწინავე იარაღით, არამედ გონივრული გამოყენებით, სწრაფი ადაპტაციით და იმ ჯარისკაცების მოხერხებულობით, რომლებიც არ უშვებენ, რომ ეს ყუთები დავიწყებას მიეცეს. როგორც ერთმა უკრაინელმა ეკიპაჟის წევრმა თქვა, ეს ნივთი სხვა ეპოქაში, სხვა ომისთვის იყო შექმნილი, მაგრამ როგორღაც ამ ომსაც ერგება. როდესაც მისია გადარჩენა, სანდოობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თვალის მომჭველი გაუმჯობესებები. უკრაინას ცის დაკარგვა უწინასწარ მეტყველეს. ცუდად იყო შეიარაღებული და რიცხობრივადაც ჩამოსჭება და მხოლოდ მოძველებული საბჭოთა თვითმფრინავებით იყო შეიარაღებული. ამიტომაც ელოდნენ, რომ მისი საჰაერო ძალები რუსეთის შეჭრის შემდეგ რამდენიმე დრეში დაიშლებოდა. ამის ნაცვლად უკრაინამ მოახერხა განსაცვიფრებელი შემოbrunება არა იმით, რომ რუსეთს თვითმფრინავებით გაუტოლდა, არამედ იმით, რომ ნულიდან ააშენა საჰაერო ძალების ახალი ტიპი. ქვეყნის მასშტაბით მოქმედი დრონების ქსელი, თვითნაკეთი იარაღი და დასავლური გამანადგურებლები, რომლებიც იმაზე სწრაფად მოარგეს, ვიდრე ვინმეს შესაძლებლად მიაჩნდა. და ახლა 2025 წელს ეს საჰაერო ძალა საბოლოოდ ამდრევს რუსეთის ზურგს. მოდით გავიგოთ, როგორ გადაიქცა უკრაინა მიწაზე მიჯაჭვული აუთსაიდერიდან ზარდ საჰაერო გიგანტად და ამ პროცესში ომის წესები თავიდან დაწერა. შეიძლება გასაკვირი მოგეჩვენოთ, მაგრამ როცა საბჭოთა კავშირი 1991 წელს დაიშალა, უკრაინამ მსოფლიოში მესამე ან მეოთხე უდიდესი საჰაერო ძალა მიიღო მემკვიდრეობით. ვისაც როგორ გითხავთ. ის ორ დამოუკიდებელ შტოდ იყო გაყოფილი ყოფილი საბჭოთა არმიის შემადგენლობაში, საჰაერო ძალებსა და საჰაერო თავდაცვის ძალებში. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისას მათ ჰქონდათ 2000 თვითმფრინავი, მათ შორის გამანადგურებლები, სტრატეგიული ბონკდამშენები და თანამედროვე დამხმარე სისტემები, რომლებიც ყველა საბჭოთა ტექნოლოგიის მწვერვალს წარმოადგენდა. თუმცა ეს ყველაფერი 1980-იანი წლების ბოლოს იყო შექმნილი. თუმცა რაოდენობრივად საჰაერო ძალებით მხოლოდ აშეტეში თუ რუსეთი და ჩინეთი უსწრებდნენ. თუმცა ჩინეთის პოზიცია სადავო იყო. მაგრამ როგორც ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნის სამხედრო ძალა, უკრაინის საჰაერო ძალებიც გახდა ათწლეულების უყურადღებობის, ბიუჯეტის შემცირებისა და რთული საბჭოთა ტექნიკის, რუსული მხარდაჭერის გარეშე შენარჩუნების მტკივნეული რეალობის მსხვერპლი. 2010-იან წლებში უკრაინამ თავისი ავიაციის 60% ან ჩააბარა, ან გაკიდა, ან უკან დააბრუნა. ეს ყველაფერი გაკეთდა ქვეყნის მზარდი ვალების დასაფარად, ან არაგრესიის შეთანხმებების ბის შესასრულებლად, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომელიც რუსეთთან გაფორმდა. ამ მემორანდუმის ფარგლებში უკრაინამ ასევე დააბრუნა მნიშვნელოვანი ბირთვული ქობინების მარაგი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა უკრაინაში დატოვა. იგივე შეთანხმებები მაინც დაირღვა 2014 წლისთვის. იმ დროისთვის უკრაინას აქტიურ სამსახურში დაახლოებით 200 საბრძოლო თვითმფრინავი ჰყავდა და მათი 1990-იანი წლების კონფიგურაციიდან განახლების მხრივ უმნიშვნელო პროგრესი ჰქონდა მიღწეული. უკრაინის საჰაერო ძალების ხელმძღვანელობამ სწრაფად აღიარა, რომ ქვეყნის საბრძოლო თვითმფრინავების უმეტესობა 2030 წლისთვის გამოუსადეგარი გახდებოდა. ეს იყო გამოფხიზლებელი აღიარება, რომელმაც წინასწარ მიანიშნა იმ სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე, რომელშიც უკრაინა აღმოჩნდებოდა, როდესაც რუსეთი სრულმასშტაბიან შეჭრას დაიწყებდა. უკრაინის საჰაერო ძალების ამჟამინდელი გარდაქმნის საფუძველი რეალურად ბევრად უფრო ადრე ჩაიყარა, ვიდრე ამას უმეტესობა ფიქრობს. როდესაც რუსეთმა 2014 წელს პირიმი მიერთა და აღმოსავლეთ უკრაინაში ჰიბრიდული ომი დაიწყო, უკრაინის სამხედრო ლიდერებმა გააცნობიერეს, რომ ისინი არსებობისთვის საშიშ საფრთხეს წააწყდნენ, რაც ფუნდამენტურ ცვლილებებს მოითხოვდა. უკრაინის მცდელობამ ჩაეხშო რუსეთიდან მართული სეპარატისტული მოძრაობები ქვეყანაში, ასევე გამოიწვია ის, რომ მან პრაქტიკულად თავისი არსებული საჰაერო ძალების ნახევარი ერთ წელიწადში დაკარგა და მისი ავიაპარკის რაოდენობა მხოლოდ ოდნავ 200-ს გადააჭარბა. ეს იმ დროისთვის 21 საუკუნეში საჰაერო ძალების ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბრძოლო დანაკარგი იყო. გარდა ამისა, ავიაპარკის დანარჩენი ნაწილი ან დაზიანებული იყო, ან სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფი გაუმართავი, რამაც გამოიწვია არაერთი გადახედოდან ცდელობა, რომ გადარჩენილი ნაწილებისგან მოქმედი თვითმფრინავები და ვერტმფრენები აეწყოთ. რუსეთის 2014 წლის შეჭრის შემდეგ უკრაინის საჰაერო ძალებმა წამოიწვეს იმპროვიზირებული მცდელობა, რაც შეიძლება მეტი თვითმფრინავი გაემართათ და მაქსიმალურად ბევრი რეზერვისტი გამოეძახათ, რათა უკრაინის საჰაერო ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოეყვანათ. რაც მთავარია ამ კრიზისმა უკრაინისთვის ნატოს წვრთნის მეთოდებსა და დასავლურ სამხედრო აზროვნებაზე გადასვლის დასაწყისი აღნიშნა, რაც შემდგომში ნაწილობრივ მისი წარმატების მიზეზი გახდა ომში. როცა 2020 წელი დადგა, უკრაინის საჰაერო ძალების საუკეთესო რესურსს წარმოადგენდა ორი არასრულად დაკომპლექტებული გამანადგურებლების ბრიგადა, რომლებიც დაახლოებით 50 Su-27 ტიპის გამანადგურებლით იყო დაკომპლექტებული, რაც აშშ-ს F-15-cis ეკვივალენტია.
Მიჩნეული იყო, რომ 2025 წლის დასაწყისში დაახლოებით 30 მათგანი იყო მოქმედ მდგომარეობაში. სიტუაცია კიდევ უფრო რთული იყო თუ გავითვალისწინებ, რომ უკრაინას არ ჰქონდა საკვანძო საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, როგორიცაა საჰაერო ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემები, საჰაერო საწვავის შევსების ტანკერები, ციფრული მონაცემთა გადაცემის ტერმინალები, ამ სისტემების დასაკავშირებლად თანამედროვე ჭკვიანი საბრძოლო მასალა, საჰაერო გაშვების ფრთოსანი რაკეტები ან სადაზვერო და სამიზნე პოდები. ეს მხოლოდ ძველი თვითმფრინავების კონას არ ეხებოდა. უკრაინას აკლდა მთელი კატეგორიის შესაძლებლობები, რომლებიც თანამედროვე საჰაერო ძალებისთვის აუცილებელია. მოდერნიზაციის ნაკლებობის მიზეზი რთული თემაა, რომელიც ომამდე არსებული გეოპოლიტიკისა და ეკონომიკის განხილვას საჭიროებს. მაგრამ უმჯობესია მოკლედ ავწეროთ, რომ ეს რამდენიმე ძირითად წყაროს უკავშირდება. პირველი, ქვეყნის არსებული ავიაპარკი მთლიანად საბჭოთა ეპოქის და საბჭოთა წარმოების ტექნოლოგიას წარმოადგენდა, რომელიც უკრაინაში ადგილობრივად არ იწარმოებოდა და რუსეთი უარს ამბობდა მეტი თვითმფრინავის გაყიდვაზე ქვეყანაზე, რომლის დაპყრობასაც გეგმავდა. მეორე, უკრაინას 2000-იან წლებში საშინელი დიპლომატიური და ეკონომიკური ისტორია ჰქონდა. ერთმანეთის შემდეგ მოსული მთავრობები ევროპასთან პრო და ანტიდამოკიდებულებებს ცვლიდნენ. ამასთან ერთად ქვეყანაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კორუფციის დონე იყო. დაფინანსების ნაკლებობა პირდაპირ მესამე მიზეზამდე მიგვიყვანს, რადგან ომამდე უკრაინის სამხედრო ბიუჯეტი ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე შეიძლება მისი ზომისა და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით გეგონათ. შეფასებებით, თავდაცვის სამინისტროს საერთო ბიუჯეტი დაახლოებით 1.72 მილიარდ დოლარს შეადგენდა. იმ დროს უკრაინა ვერც კი ყიდულობდა თანამედროვე თვითმფრინავებს, რადგან მხოლოდ რამდენიმე მათგანიც კი ქვეყნის ბიუჯეტს აჭიმავდა, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად საბჭოთა ეპოქის თვითმფრინავებს ყიდდა. მეოთხე მიზეზი ის იყო, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტის გამო ნატოს ქვეყნები, რომლებიც დასავლური თვითმფრინავების ერთადერთი მწარმოებლები იყვნენ, 2014 წლის შემდეგ ერიდებოდნენ თანამედროვე ავიაგამანადგურებლების გაყიდვას უკრაინისთვის, რადგან ეშინოდათ რუსეთის პროვოცირების, რადგან იმ პერიოდში ევროპა ძლიერ იყო დამოკიდებული რუსეთის გაზის ექსპორტზე. სხვა საკითხებთან ერთად, ირონიულად, ატლანტიკური საბჭო 2021 წელს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ უკრაინის საჰაერო ძალების სიძლიერის გაზრდის გარეშე დატოვება ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც უკრაინა რუსეთის აგრესიის სამიზნედ რჩებოდა. ასე რომ, უკრაინა გარკვეულწილად ჩიხში აღმოჩნდა. განახლების მიღება შეიძლებოდა რუსეთისთვის თავდასხმისგან თავის შეკავების მიზეზი გამხდარიყო, მაგრამ უკრაინა ძალიან ღარიბი იყო, რომ განახლებები ეყიდა, ხოლო ნატოსთან სამხედრო შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმება, რაც წლები დასჭირდებოდა, შესაძლოა რუსეთის თავდასხმის პროვოცირებას გამოეწვია. ეს ყველაფერი 2022 წლის თებერვალში უაზრო გახდა, რადგან რუსეთმა მაინც დაიწყო თავდასხმა. მაგრამ სწორედ აქ იღებს ამბავი მოულოდნელ შემოტრიალებას. უკრაინის საჰაერო ძალები ოპერაციული თვითმფრინავების მხრივ რუსეთს დაახლოებით 9-ჯერ ჩამორჩებოდა და შეიარაღებითაც უკან იყო. რუსეთმა ასევე გაატარა წინა 20 წელი საბჭოთა დიზაინების გაუმჯობესებაში, რის შედეგადაც მიიღო თვითმფრინავები, რომლებიც ელექტრონიკის, ნავიგაციის სისტემებისა და შესაძლებლობების მხრივ სულ მცირე ქაღალდზე მთელი თაობით წინ იყვნენ. ამ მიზეზით მოსალოდნელი იყო, რომ რუსეთი რამდენიმე დროში საჰაერო უპირატესობას მოიპოვებდა. ამის წინსვლად უკრაინამ ფაქტობრივად სულად გვერდი აუარა საჰაერო ძალის შექმნის ტრადიციულ გზას. რუსეთის თვითმფრინავების რაოდენობის გათანაბრების ნაცვლად, უკრაინამ ყურადღება გაამახვილა საკუთარი საჰაერო სივრცის კონტროლზე ახალი ტექნოლოგიის, დრონების მეშვეობით. ტრანსფორმაცია დაიწყო სასოწარკვეთილებითა და კრეატიულობით ერთდროულად. როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, უკრაინა იყენებდა შემოძირულ დრონებს. ასევე დიდად ეყრდნობოდა ტექნოლოგიების იმპორტს და მათთვის გადახდას ნატოს შემოძირულობებით. ომის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ქვეყანა წელს 4,5 მილიონი დრონის წარმოების გზაზეა. დაფიქრდით ამ რიცხვზე ერთი წუთით. 4 მილიონი დრონი ერთ წელიწადში ნიშნავს, რომ უკრაინა ყოველდღიურად 10,000-ზე მეტ დრონს აწარმოებს. უკრაინამ შექმნა გადანაწილებული ქსელი 500-ზე მეტი მომწოდებლისგან, რომელთა შორის არიან როგორც მსხვილი კომპანიები, ასევე პირდაპირ მნიშვნელობით გარაჟის სახელოსნოები. ეს ყველაფერი ყოველდღიური დაბომბებისა და რუსეთის მზარდი საფრთხეების პირობებში. ესენი არ არიან ტრადიციული თავდაცვის კონტრაქტორები, რომლებიც $1,000,000-იან ობიექტებში მუშაობენ. ესენი არიან მეწარმეები, ინჟინრები და მოხალისეები, რომლებიც საწარმოო ხაზებს სარდაფებში, მიტოვებულ შენობებსა და დროებით ქარხნებში აწყობენ. ერთ-ერთი პირველი ბიძგი სუსტი საჰაერო ძალებისთვის იყო FPV, ანუ პირველი პირის ხედვის დრონები, რადგან ისინი მოკლე მანძილზე საჰაერო კონტროლის ერთეულებად მუშაობდნენ და მიწასთან ახლოს შეზღუდულ საჰაერო უპირატესობას უზრუნველყოფდნენ. ისინი უკრაინაში ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში შემოიტანეს მოხალისე სამხედრო დანაყოფმა სიგნუმმა. ამის შემდეგ დრონები პრაქტიკულად უკრაინის გამწრიახობის სიმბოლოდ იქცა. თითოეულ თვესთან ერთად კამიკაძე FPV დრონები უფრო ეფექტური ხდებოდნენ, ან დამატებით ფუნქციას იძენდნენ, რაც ავსებდა ან თუნდაც ანაცვლებდა ტრადიციულ საჰაერო ძალებსა და მექანიზებულ კრეითებს. რუსეთმა ანალოგიური დრონები გამოიყენა, რამაც გამოიწვია მუდმივი ბრძოლა FPV დრონების სფეროში. შემდეგი დიდი განახლების შესაქმნელად, რათა გადაელახათ საწინააღმდეგო ზომები, გაეზარდათ სანდოობა ან გაეძლიერებინათ დარტყმის ძალა. გაგრძელებულმა ზეწოლამ ქვეყნის დრონების ინდუსტრია წაახალისა, რის შედეგადაც მცირე მომწოდებლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ან ძალებს აერთიანებდნენ, რათა უკრაინის ახალ ძალებს უკეთესი პროდუქტი მიეწოდებინათ. ამან გამოიწვია წარმოების უზარმაზარი ზრდა. 2024 წლის დასაწყისში უკრაინა თვეში დაახლოებით 20,000 FPV დრონს აწარმოებდა. იმავე წლის ბოლოს კი ეს მაჩვენებელი 200,000-მდე გაიზარდა თვეში. ეს ნიშნავს წარმოების მოცულობის 10 ზრდას 12 თვეზე ნაკლებ დროში, რაც თანამედროვე ეპოქაში უპრეცედენტო ზრდაა. დრონების ამ რევოლუციის ტაქტიკურმა გავლენამ რუსულ ძალებზე დამანგრეველი შედეგი გამოიღო. უკრაინული FPV დრონები როგორც წესი დაახლოებით $2,000 ღირს, თუმცა ისინი სრულად შეძლებენ გაანადგურონ რუსული ტანკები, რომელთა ღირებულება მილიონებს აღწევს. მაგრამ უკრაინის დრონებზე დაფუძნებული სტრატეგიის შედეგები ბევრად ცდება ცალკეულ გამარჯვებებს მცირე სამიზნეების, როგორიცაა ტანკები ან კრეითები, წინააღმდეგ, რადგან მოკლე რადიუსის დრონები მხოლოდ დროებითი გათი გამოსავალი იყო.
შორ მანძილზე მოქმედი დრონები, როგორიცაა თურქული Bayraktar TB2, რომელიც ომის პირველ თვეებში უკრაინის მხსნელად მიიჩნეოდა, საბოლოოდ უკრაინის ტრადიციულ საჰაერო ძალებზე დამოკიდებულებას შეამცირებდა. ამის დასადასტურებლად მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან სტატისტიკას უნდა გადავხედათ. 2025 წლის დასაწყისისთვის დრონები რუსულ ტექნიკაზე მიყენებული ზიანისა და განადგურების 60-დან 70%-ს შეადგენდა. უკრაინის იმპროვიზირებული საჰაერო შესაძლებლობები რეალურად უფრო ეფექტურად ასუსტებდა რუსეთი და რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს, ვიდრე ტრადიციული ძალები. ეს ძირითადად უკავშირდება იმას, რომ უკრაინამ შეძლო სისტემატურად გაეფართოებინა თავისი ოპერაციების გეოგრაფიული არეალი, რაც ეტაპობრივად ქმნიდა მნიშვნელოვან მიღწევებს და ომი უფრო ღრმად შექონდა რუსეთის ტერიტორიაზე. უკრაინის ადრეული შორ მანძილზე მოქმედი დრონები, როგორიცაა UJ-22, თავდაპირველად შეძლებდნენ 500 მილამდე დაშორებულ სამიზნეებზე დარტყმას. ეს მანძილი საშუალებას აძლევდა თავდასხმებს რუსეთის საზღვართან მდებარე სამხედრო ობიექტებზე, თუმცა რუსეთის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის უმეტესობა უსაფრთხოდ რჩებოდა უკრაინის მიღწევადობის ფარგლებს გარეთ. 2024 წლისთვის უკრაინელმა ინჟინრებმა ეს ზვარი 600 მილზე მეტს გადააცილეს. რაც შესაძლებელს ხდიდა დარტყმებს ტრადიციულად უსაფრთხო რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე. ამან უკრაინას მისცა საშუალება განეხორციელებინა მუდმივი თავდასხმების საბრძოლო მასალის საწყობებსა და მნიშვნელოვან მომარაგების ხაზებზე, რომლებიც ქვეყნის ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ფრონტის ხაზისკენ მიემართებოდა. გარდა ამისა, ეს იმას ნიშნავდა, რომ მოსკოვიც მოხვდა შორ მანძილზე დარტყმების ზონაში, ხოლო აგვისტოს ბოლოსა და სექტემბერში დედაქალაქის რეგიონზე განხორციელებულმა თავდასხმებმა ნატოს ოფიციალურ პირებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. უკრაინის მიერ რუსეთის დედაქალაქის პირდაპირ დამუკრების შესაძლებლობამ ნატოს მისცა სტიმული, დაეშვა ძვირადღირებული და გამანადგურებელი გადაცემული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენება უკრაინის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. მოულოდნელად გერმანული ტაურუსის რაკეტების უკრაინისთვის გაგზავნის პერსპექტივა მის ნიშნავდა, რომ ახლა მათ შეეძლოთ სამიზნე დაერჩიათ მნიშვნელოვანი გამაგრებული ინფრასტრუქტურული ობიექტები, როგორიცაა ხიდები და თავშესაფრები, რადგან ტაურუსი ერთ-ერთი იშვიათი იარაღია, რომელსაც შეუძლია გამაგრებულ სამიზნეებში შეღწევა. ფაქტობრივად უკრაინის დრონების შესაძლებლობების ყოველმა წინსვლამ ნატოს მისცა რწმენა, რომ ის უკრაინაში ინვესტიციას აკეთებდა როგორც გზას რუსეთის პირდაპირი დამარცხებისთვის და არა უბრალოდ დროის მოგებისთვის. მაგრამ ნამდვილი გარღვევა მაშინ მოხდა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2025 წელს გამოაცხადა, რომ ადგილობრივად წარმოებული დრონები ახლა უკვე 2000 კილომეტრის, ანუ 1242 მილის მანძილიდან შეიძლებოდა ემართათ. რაც ფაქტობრივად ფარავს რუსეთის მთელ ტერიტორიას, სადაც სტრატეგიული ობიექტებია, რადგან ამ მანძილს მიღმა მხოლოდ სიბირის ველური ბუნება და ტყეებია. ეხლა უკვე ცნობილი ოპერაცია ობობის ქსელი უკრაინის დაზვერვის სამსახურებს 18 თვიან დაგეგმას სთხოვდა, რათა დაერტყათ რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების ბაზებზე, რომლებიც 3000 მილამდე დაშორებით იყო და 40 რუსულ სტრატეგიულ ბომბდამშენს ინახავდა. ეს გიგანტური ამოცანა იყო. დრონები ტექნიკურად მოკლე რადიუსის მქონე იყო, მაგრამ მათი სატვირთო მანქანებით გადატანა, ინტერნეტის გამოყენებით მათი გაშვება და შემდეგ ხელოვნურ ინტელექტსა და ინერციულ მართვაზე დაყრდნობა, რათა ბოლო რამდენიმე მილი სამიზნემდე მიეღწიათ, ნიშნავდა, რომ მთელი ოპერაცია რუსეთის რადარების მიღმა ჩატარდა. ობობის ქსელი სწრაფად მოიხსენიეს როგორც ომის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი, რადგან რუსეთმა ერთიანად დაკარგა ბირთვული იარაღის მიწოდების სისტემების დიდი ნაწილი, ერთდროულად. იმ ქვეყნისგან, რომელსაც ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონდა. კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც აქამდე მიიჩნეოდა ერთადერთ რეალურ საშუალებად, რომლითაც შეიძლებოდა შორეული სამხედრო ობიექტების დაუფიქსირებლად ან შედეგების გარეშე მიზანში ამოღება, უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი დრონების კამპანიამ კიდევ ერთი ეკონომიკური ომის ასპექტი გამოავლინა, რომელიც უკავშირდება მცირე მოძრავი დანაყოფების წარმატებას თვითმფრინავების დიდი ფლოტის ხოლასთან შედარებით. უკრაინის დრონებით განხორციელებული იერიშების კამპანია 2025 წლის დასაწყისში რუსული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგი ომი მართული და რუსეთში ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრის დაახლოებით 1/10 გამოირთო. ეს ნიშნავს, რომ უკრაინამ სისტემურად შეძლო რუსეთის საოსეთის საომარი მანქანის ეკონომიკური საფუძვლების მიზანში ამოღება. სამიზნეების მრავალფეროვნება მიუთითებს კარგად დაგეგმილ უკრაინულ კამპანიაზე, რომელიც მიზანმიმართულად ანგრევს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. უკრაინული დრონები დაესხნენ მინიმუმ 8 რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ასევე მრავალ ნავთობის საცავს, სატუმსადგურსა და პორტს, რომლებიც ნავთობისა და გაზის ექსპორტისთვის გამოიყენება. ყველა ტიპის დრონის წარმოების მაჩვენებლები კიდევ უფრო გამოჩვეულ ისტორიას გვიყვება, თუ კონტექსტში შევხედოთ. 2023 წელს უკრაინამ ყველა კატეგორიის დაახლოებით 800,000 დრონი აწარმოა. 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 2 მილიონ დრონამდე გაიზარდა. მაგრამ უკრაინის 2025 წლის პროგნოზები ითვალისწინებს, რომ იმ წელს 5 მილიონზე მეტი დრონი იქნება წარმოებული და შეძენილი, რაც მიუთითებს, რომ ფაქტობრივად ნულიდან შექმნილი ეს ინდუსტრია წლიდან წლამდე ორჯერ მეტზე მეტად იზრდება. საგულისხმოდ, ნატოს რაკეტების შესყიდვა ჩვეულებრივ მხოლოდ ასეულობით ერთეულს მოიცავს წელიწადში, ან 1000-ებს განსაკუთრებულ წლებში. მასშტაბების განსხვავება წარმოადგენს ფუნდამენტურ პარადიგმის ცვლილებას ძვირადღირებული სისტემების ზუსტ წარმოებიდან ერთჯერადი, მაგრამ ძალიან ეფექტური იარაღის მასობრივ წარმოებაზე. ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია შორ მანძილზე მოქმედ სისტემებში, ომის შესაძლებლობებში კვანტურ ნახტომს წარმოადგენს. სტრატეგიული ბომბდამშენების ოპერაციების დროს დრონები, რომლებიც უკრაინულ ოპერატორებთან კავშირს კარგავენ, ავტომატურად გადადიან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ნავიგაციაზე წინასწარ დაპროგრამებული მარშრუტებით. როდესაც დანიშნულ სამიზნეებთან მიდიან, ხელოვნური ინტელექტის სისტემები ამოიცნობენ კონკრეტულ საჰაერო ხომალდების ტიპებს, ითვიან ოპტიმალურ შეტევის კუთხეებს და აქტიურებენ ასაფეთქებელ ტვირთს ადამიანის ჩარევის გარეშე. ამ სირთულის დონე ნიშნავს, რომ უკრაინული დრონები სტრატეგიულ მისიებს მინიმალური ზედამხედველობით ასრულებენ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს თითოეული დათქმის ოპერაციულ ხარჯებსა და რისკებს. სტრატეგიული გავლენის შეფასებები დამაჯერებელ მტკიცებულებას წარმოადგენს უკრაინის წარმატების შესახებ შორ მანძილზე ომის ახალი წესების ჩამოყალიბებაში. რუსეთმა 2022 წლის სექტემბრიდან 2024 წლის დეკემბრამდე უკრაინულ სამიზნეებზე 19000-ზე მეტი რაკეტა და 14700-ზე მეტი ერთჯერადი თავდასხმითი დრონი გაუშვა. რაც რესურსების მასიურ ხარჯვას ნიშნავს შეზღუდული სტრატეგიული ეფექტით.
საპირისპიროდ უკრაინის მნიშვნელოვნად მცირე რაოდენობის გრძელდისტანციურმა დარტყმითმა დრონებმა არაპროპორციულად დიდი გავლენა მოახდინეს, რადგან ისინი მიზანში იღებდნენ მაღალი ღირებულების ინფრასტრუქტურას, სტრატეგიული იარაღის სისტემებს და ეკონომიკურ საკვანძო წერტილებს. რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების ფლოტის მესამედის განადგურება ერთ დარტყმაში მხოლოდ საბოლოო შტრიხი იყო, რადგან ამან დაადასტურა, რომ უკრაინამ შეიმუშავა იარაღი, რომელსაც რუსეთი საიმედოდ ვერ უპირისპირდება. უკრაინამ ფაქტობრივად გადაჭრა თავისი რიცხობრივი ნაკლოვანება, სრულიად ახალი საჰაერო ომის კატეგორიის შექმნით. ერთმა, რომელიც ტრადიციულ მაჩვენებლებზე, როგორიცაა სიჩქარე და თვითამწეობა, მეტად რაოდენობას, ადაპტირებადობასა და ხარჯ-ეფექტურობას უსვამდა ხაზს. თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ უკრაინა ტრადიციულ საჰაერო სისტემებს არ მიიღებდა. საბოლოო ჯამში დრონებს არ აქვთ იგივე ეფექტი, როგორც გამანადგურებელი თვითმფრინავების ესკადრილიას, რომელიც ჩამოდის და ბომბავს სამხედრო ბაზას ან ანადგურებს მექანიზებულ ქვეითებს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა დრონების მეშვეობით ომის წარმოებას რევოლუციას ახდენდა, მან ასევე მოიპოვა საკმარისი დრო, მედიის ყურადღება და დიპლომატიური მხარდაჭერა, რათა ნატო დაერწმუნებინა უფრო მასშტაბური დახმარების პაკეტების მიწოდებაში. ნატომ საბოლოოდ 2024 წელს მოახერხა და პირველი F-16-ის ების პარტია ნიდერლანდებიდან, ნორვეგიიდან და დანიიდან გაგზავნა. უკრაინის პილოტებმა რამდენიმე თვე გაატარეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, რათა ახალ სისტემებს გაცნობოდნენ, ხოლო თვითმფრინავებმა პირველი ფრენები უკრაინის აეროდრომებიდან 2024 წლის აგვისტოში განახორციელეს. F-16 Fighting Falcon-ის სწრაფად გახდა უკრაინის განახლებული საჰაერო ძალების ქვაკუთხედი. მიუხედავად იმისა, რომ ეს თვითმფრინავები თანამედროვე სტანდარტებით უახლესი არ იყო, უკრაინამ ნატოსგან მიღებული თვითმფრინავები 1980-იან და 90-იან წლებში იყო წარმოებული და საბრძოლო მოქმედებებში გამოყენებამდე მათ ეგრეთ წოდებული Mid-Life Update, ანუ MLU ჩაუტარდათ. ექსპლუატაციიდან სრულად მოხსნა მათ მშობლიურ ქვეყნებში. მიუხედავად მათი ასაკისა, ამ თვითმფრინავებმა უკრაინის საბჭოთა ეპოქის ავიაციისთვის მიუწვდომელი შესაძლებლობები მოიტანეს. მაგალითად, F-16-ის AN/ALQ-ას 31 ელექტრონული წინააღმდეგქმედების პოდები შეუფასებელი აღმოჩნდა. ამ სისტემებმა რუსული რადარის სისტემები დაბლოკადა და დააბნია. შექმნეს ჩრდილები, ექოები ან კალბი გამოსახულებები, რამაც თვითმფრინავების დამიზნება ბევრად უფრო რთული გახადა. ამ F-16-ების ეფექტურობამ ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებსაც კი გადააჭარბა. 2024 წლის 13 დეკემბერს ახალგაზრდა უკრაინელმა F-16-ის პილოტმა ის გააკეთა, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. F-ს საბრძოლო გაფრენაში 6 რუსული საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდო. 4 მათგანი ჰაერი რაკეტებით გაანადგურა. ხოლო გასაოცარია, რომ პილოტმა კიდევ 2 რაკეტა მხოლოდ თვითმფრინავის M61 ART ექსლულიანი ქვემეხით ჩამოაგდო. ეს მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან რუსეთმა მასიური საჰაერო იერიში განახორციელა. თითქმის 200 დრონი, 93 საკრუიზო რაკეტა და ჰიპერსონიკული კინჟალები გამოიყენა. საფრანგეთის Mirage 2000 ტიპის გამანადგურებლების მიწოდებამ კიდევ ერთი ფენა დაამატა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას. Mirage 2000-ები. F-16-ებთან ერთად 2025 წლის მარტში განლაგდა, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ მასიური რუსული იერიშისთვის, რომელშიც 70 რაკეტა და დაახლოებით 200 შორ მანძილზე მოქმედი დრონი მონაწილეობდა. ზელენსკიმ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა Mirage-ის პილოტებს, რომლებმაც ამ შეტაკების დროს წარმატებით ჩამოაგდეს რამდენიმე ფთოსანი რაკეტა. სტრატეგიული მნიშვნელობა იმისა, რომ ერთდროულად მოქმედებდნენ როგორც F-16-ები, ასევე Mirage 2000-ები, აშკარა გახდა მაშინ, როდესაც სამხედრო ანალიტიკოსებმა გააცნობიერეს, რომ ორი განსხვავებული ავიაგამანადგურებლის და განსხვავებული ელექტრონიკის გამოყენებით უკრაინას შეეძლო გამოეყენებინა სხვადასხვა ელექტრონული ომის სისტემები, რომლებიც განსხვავებულ სიხშირეებზე მუშაობენ. რუსეთს მოუწევდა საწინააღმდეგო სტრატეგიების ბევრად უფრო სწრაფად შემუშავება, რაც შეამცირებდა მათ ეფექტიანობას და ნატოს მისცემდა საშუალებას ოპერატიულად გამოეხმაუროს სისტემების განახლებით. შვედური Saab 340, AWC 880, სათაერო ადრეული გაფრთხილების თვითმფრინავის ინტეგრაცია. უკრაინის საჰაერო თავდაცვის პაზლის ბოლო ნაწილი იყო. მოწინავე ელექტრონულად სკანირებადი ანტენის მასივის რადარით, რომელიც დამონტაჟებულია კომერციული თვითმფრინავის კორპუსის ზედა ნაწილში, Saab-ს შეეძლო ერთდროულად რამდენიმე საჰაერო და საზღვაო მიზნის დაფიქსირება 250 მილამდე მანძილზე. ეს შესაძლებლობა უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სისუსტეს აგვარებდა. რუსეთის პლანირებადი ბომბების შეტევების შესახებ ადრეული გაფრთხილების ნაკლებობას, რომლებიც სულ უფრო ხშირი და დამანგრეველი ხდებოდა. რაც უკრაინის მიერ ამ დასავლური თვითმფრინავების ინტეგრაციას განსაკუთრებულს ხდის, არის ის თუ როგორ მოახერხა უკრაინამ მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევა იმ პლატფორმებიდან, რომლებიც ფაქტობრივად მოძველებულია. დიახ, F-16-ები შეიძლება გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს სთავაზობდეს უკრაინის საბჭოთა ეპოქის ფლოტთან შედარებით, მაგრამ ისინი დაგროვილი ფრენის საათების მიხედვით შესაძლოა 4-დან 6 წელიწადში ჩანაცვლება დასჭირდეთ. ამასობაში F-16-ის უცხოური სამხედრო გატიდვები ბულგარეთსა და სლოვაკეთში ამ მოძველებული გამანადგურებლების, რომელთა რაოდენობა უკრაინაში დაახლოებით 90-ში ადგენდა, ფასს ერთ თვითმფრინავზე დაახლოებით $200 მილიონ აფასებს, რაც დიდ და ერთჯერად ინვესტიციას წარმოადგენს. თუმცა უკრაინელმა პილოტებმა წარმატების ისეთი მაჩვენებლები აჩვენეს, რაც ნატოს ძალების მოლოდინებს ბევრად აღემატებოდა. ამ ტრანსფორმაციამ ნატოს სტრატეგებს აიძულა თანამედროვე ომის შესახებ არასასიამოვნო რეალობას შეხედონ თვალებში. სამხედრო ძალის ტრადიციული მაჩვენებლები ეყრდნობოდა ტანკების რაოდენობას, ცალკეული იარაღის სისტემების სირთულეს და თავდაცვის ბიუჯეტების ზომას. რუსეთი მუდმივად მეორე ადგილზე იყო გლობალური სამხედრო ძალის რეიტინგებში, აშშ-ის შემდეგ, მაგრამ როდესაც საქმეზე მიდგა და რუსეთმა ომი რეალურად დაიწყო, მან ვერ შეძლო სწრაფად დაეპყრო ქვეყანა, რომელიც ყველა მონაცემით მხოლოდ ჩრდილი იყო თავისი ყოფილი საბჭოთა თავისგან. უკრაინის წარმატება მიუთითებს, რომ მომავალ კონფლიქტებში გაიმარჯვებენ ის ძალები, რომლებიც შეძლებენ სწრაფად ადაპტირებას, ინოვაციას და მცირე, უფრო მრავალრიცხოვანი სისტემების წარმოების მასშტაბირებას. ვიდრე ძვირადღირებულზე დაყრდნობას,
რთულ პლატფორმებზე, რომელთა განვითარებასა და დანერგვას წლები სჭირდება. ამ ცვლილების შედეგები ღრმაა და ვრცელდება მსოფლიოს ყველაზე აღიარებულ სამხედრო სისტემებზეც კი. ნატოს მოწინავე სისტემები, როგორიცაა პატრიოტის სარაკეტო ბატარეები და მაღალი ჰაიმარსის სარაკეტო სისტემები, ინდივიდუალურად შთამბეჭდავია, მაგრამ მათ გაუჭირდათ უკრაინის დრონებზე დაფუძნებული მიდგომის ხარჯ ეფექტურობის მიღწევა. საბოლოო ჯამში პატრიოტი შექმნილია იმისთვის, რომ მრავალმილიონიანი გადამჯერი რაკეტა გაუშვას მრავალმილიარდიან ბალისტიკურ იარაღზე და არა იმისთვის, რომ იაფი და მრავალადარსებულად არსებული დრონები და პლანირებადი ბომბები ჩამოაგდოს ციდა. ანალოგიურად, ჰაიმარსის რაკეტები დამოკიდებულია იმაზე, რამდენის წარმოება შეუძლია ნატოს საკუთარი მარაგის შენარჩუნების შემდეგ, რადგან სწორედ ასეა მოწყობილი დახმარების სისტემა, რადგან უკრაინა თავად არ აწარმოებს მათ. მაშინაც კი დრონების გაშვების სისტემები პრაქტიკულად ძალიან იაფია ჰაიმარსის გამშვებებთან შედარებით და მათი გადაადგილება და მოხსნა შესაძლებელია ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას საჭიროების მიხედვით. უკრაინაში სავარაუდოდ 50-ზე ნაკლები ჰაიმარსის სისტემა არსებობს, რაც მათ ფაქტობრივად ზღვაში წვეთია იმ რაოდენობასთან შედარებით, რამდენი დრონი გამოიყენება ყოველდღიურად კონფლიქტის ორივე მხრიდან. ამბათ ყველაზე საინტერესოა, როგორ გამოეხმაურნენ სხვა დიდი ძალები უკრაინის ინოვაციებს. შეერთებულმა შტატებმა დაიწყო რეპლიკატორის პროგრამა, რომელიც როგორც ამბობენ, ჩინეთის დრონებისა და საჰაერო ძალების შესაძლებლობების წინააღმდეგი ომი მართული. თუმცა მისი არსებობის რეალური მიზეზი თავად სახელშივე ჩანს. უკრაინის წარმატების გამეორება დაბალფასიანი, მაღალი ეფექტიანობის მქონე დრონების დეცენტრალიზებულ წარმოებაში. ნატო პოლონეთში დაარსა ნატო-უკრაინის ერთობლივი ანალიზის, ტრენინგისა და განათლების ცენტრი, სადაც უკრაინელი შემმუშავებლები მიიწვიეს, რათა გააუმჯობესონ ევროპის მოქეილებული სამხედრო კონცეფციები. ამასობაში სახალხო განმათავისუფლებელი არმია, რაც ჩინეთის სამხედროებისთვის პომპეზური სახელია, სრულად გადააწყო თავისი სტრატეგიული მხარდაჭერის ძალას სამ განყოფილებად, რათა შეექმნათ იგივე დრონებისა და ელექტრონული ომის ოპერაციები, რაც უკრაინამ სრულყოფილებამდე მიიყვანა. ქვეყნები, რომლებმაც 10 წლეულები დახარჯეს ძვირადღირებული და დახვეწილი იარაღის სისტემების სრულყოფაზე, ახლა ცდილობენ უკრაინისგან ისწავლონ გაკვეთილები, რომლებმაც ომი დაიწყო იმ პროგნოზების ფონზე, რომ 3 დღეში დაეცემოდა. და ეს ტენდენცია არ აჩვენებს შენელების ნიშნებს, რადგან ყოველი ახალი ამბავი კიდევ ერთ ახალ გზას გვიჩვენებს, თუ როგორი ენებს უკრაინა თავის შეზღუდულ საჰაერო შესაძლებლობებს. საბოლოო ჯამში უკრაინა კვლავ აგრძელებს მეტი გამანადგურებლისა და თვითმფრინავის გადაცემის მოთხოვნას უკრაინისთვის. ზელენსკიმ 2024 წელს განაცხადა, რომ 120-ზე მეტი F-16 კარგი დასაწყისი იქნებოდა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებში არსებული ხვრელების შესავსებად. F-16-ებისა და Mirage 2000-ების საერთო რაოდენობა, რომელიც მათ 2025 წლის შუა პერიოდში ჰქონდათ მიღებული, ძლივს აჭარბებდა 100. და ეს იყო მანამდე, სანამ რუსეთი მასობრივად დაიწყებდა პლანირებადი ბომბების გამოყენებას, რომლებიც განსაკუთრებულად საჭიროებენ როგორც გამანადგურებლებს, ისე ტრადიციულ საჰაერო თავდაცვას სრული დაცვისთვის. ევროპის ქვეყნები, როგორც ჩანს, უფრო გაერთიანებულები არიან, ვიდრე ოდესმე ამ დახმარების გასაწევად. რაც იმედს აძლევს, რომ უკრაინა აიძულებს რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე წავიდეს, თორემ კიდევ უფრო მეტი ადამიანის და ტექნიკის დაკარგვის რისკის წინაშე დადგება. ყირიმი დიდი ხანია ვლადიმირ პუტინის აგრესიის კამპანიის გვირგვინის მარგალიტად ითვლება უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის ერთადერთი უკრაინული ტერიტორია, რომელიც მან მოახერხა უკანონო ანექსიით მიეთვისებინ. და ეს არის ნახევარკუნძული, საიდანაც ვლადიმირ პუტინი ფიქრობდა, რომ რუსეთი უზარმაზარ ზიანს მიაკენება უკრაინას, როცა სრულმასშტაბიან ომს დაიწყებდა. უზარმაზარი ზიანი მართლაც მიადგა, მაგრამ ეს ზიანი რუსეთიდან არ მოდის. 2 კვირის განმავლობაში უკრაინამ ჯოჯოხეთი დაატეხა ყირიმს და გაანადგურა რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო რესურსები. პუტინი ყველაფერს კარგავს და სულ უფრო უახლოვდება ყირიმის დაკარგვას. პუტინი იგრძნობს თითქოს მოჩვენება დაინახა. რეალობა ისაა, რომ მან საერთოდ ვერაფერი დაინახა, სანამ ის მოჩვენება არ დაარტყამდა. 5 დეკემბერს კიევის პოსტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის მოჩვენების დანაყოფმა ოკუპირებულ ყირიმში 2 კვირის განმავლობაში 8 რუსული ობიექტი დააზიანა. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთის ყირიმის საჰაერო თავდაცვას არაფერი შეუძლია უკრაინის დრონების შესაჩერებლად. გრძელვადიანი შეტევის დროს განადგურებულ ობიექტებს შორის იყო თვითმფრინავი, რამდენიმე რადარის სისტემა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, რომელსაც რუსეთი იყენებს ყირიმის ნახევარკუნძულზე ჯარებისა და ტექნიკის გადასაყვანად. დათქმების შესახებ ინფორმაცია უკრაინის სამხედრო დაზვერვამ, ანუ ჰურმა გაავრცელა, რომელმაც ტელეგრამზე დეტალურად ახსნა, თუ რა შეძლეს მოჩვენებებმა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ჰურის სპეციალური დანაყოფის ოსტატები, მოჩვენებები, აგრძელებენ მეთოდურ დემილიტარიზაციას დროებით ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე, ნათქვამია ჰურის განცხადებაში. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ოკუპანტების სამხედრო ინფრასტრუქტურაზე 8 ზუსტი დარტყმა განხორციელდა. 2 კვირის განმავლობაში 8 წარმატებული დარტყმა პუტინისთვის მხოლოდ მტკივნეული კი არა, დამამცირებელიცაა. ეს აჩვენებს მას და დანარჩენ რუსეთს, რომ რუსეთის მართოხები ყირიმზე სულაც არ არის ისეთი მტკიცე, როგორც გონიათ. ნახევარკუნძული, რომელიც რუსეთს ისე უნდა ეკონტროლებინა, რომ მისი ძალები ყირიმიდან უკრაინაში ჯარისა და ტექნიკის ნაკადებს უშვებდნენ, ახლა თავად გახდა სამიზნე. და ეს სამიზნე უკრაინისთვის ავერც ისე რთული დასარტყმელია. ყველაფერი, რაც რუსეთს ყივსეთს ყირიმში აქვს, ახლა უკრაინის დრონებისა და ადგილობრივი წარმოების რაკეტების მოქმედების არეშია და პუტინს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი სადაზვერვო სამმართველო ჰურ ხშირად საიდუმოდ მოქმედებს, ამჯერად მათ არ სურდათ პუტინს ეცრუათ და თავი დაეღწია ამ სიტუაციიდან. შეიძლება რუსეთს სურდეს განაცხადოს, რომ უკრაინა ტყუილების გროვას ამბობს, თუმცა მოჩვენებებმა ზუსტად ის გააკეთეს, რასაც ჰურ აცხადებს და ამას ვიდეო მასალითაც ამტკიცებენ, რომელიც ჰურის ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული. ვიდეო, რომელიც ოდნავ მეტია 1 წუთზე, მუსიკის ფონზეა და რამდენჯერმე აჩვენებს უკრაინის დრონების მიერ გადაღებულ კადრებს, როცა ისინი მიზნებისკენ მიემართებიან.
ჩვენ ხედავთ, როგორ ხვდება დარტყმა გუმბათებს, როგორ უახლოვდებიან დრონები დაუცველ ინფრასტრუქტურას. რამდენჯერმე უკრაინის დრონები პირდაპირ ხვდებიან რადარის სადგურებს, თვითმფრინავებს და სხვა რამდენიმე ობიექტს. ზოგჯერ ჩვენ ხედავთ შედეგსაც კი, მაგალითად, 1-2 წამის კადრს განადგურებული ობიექტის, მას შემდეგ რაც ვნახეთ, როგორ მიაყენა უკრაინის დრონმა პირდაპირი დარტყმა. რუსეთი შეიძლება მაინც შეეცადოს თქვას, რომ არაფერი მომხდარა. შეიძლება ისევ გამოიყენოს ძველი არგუმენტი დრონის ნამსხვრევების შესახებ, თუ ხალხი არ დაიჯერებს, რომ არაფერი მომხდარა. მაგრამ ეს ერთწუთიანი ვიდეო აჩვენებს, რამდენად მარტივი გახდა უკრაინისთვის ყირიმში ობიექტების დაზიანება და რამდენად მინიმალურია რუსეთის საჰაერო თავდაცვა. არც ერთ კადრში არ ჩანს ტყვიები ან რაკეტები, რომლებიც უკრაინის დრონებისკენ მიფრინავენ. ყოველ ჯერზე გზა პირდაპირი დათვმისკენ თავისუფალია. რაც შეეხება დარტყმებს, მოდით უფრო ღრმად გავარკვიოთ, რა გაანადგურეს მოჩვენებებმა ამ 2 კვირის განმავლობაში. ეს არის ერთგვარი სია იმ ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკისა, რომელიც რუსეთს ყირიმში ჰყავს განთავსებული. უკრაინის სამხედრო დაზვერვა თავის Telegram პოსტში ავცელებს ძირითად სიას და აცხადებს, რომ უკრაინამ მოახერხა დაერტყა Su-24 ფრონტის ბომბდამშენს და ანტენას, რომელიც განთავსებული იყო რადიოგამჭვირვალე გუმბათში. რუსეთმა ასევე დაკარგა ორიონი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც როგორც ჩანს, სწორედ ის განადგურებული თვითმფრინავია, რომელიც ჩანს უკრაინის სამხედრო დაზვერვის ვიდეოში. 29N6 კასტა, 2E2-ის რადარის სადგური და 248-6 K1 პოდლიტის რადარის სადგურიც. უკრაინის დრონების მსხვერპლი გახდა. და ყველაფრის დასასრულს უკრაინამ შეძლო გაენადგურებინა სატვირთო მატარებელიც, რომელსაც რუსეთი შესაძლოა იყენებდეს ტექნიკის ადამიანების საწვავის ან მარაგების გადასატანად ყირიმის ნახევარკუნძულზე. ამათგან თითოეული ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეა და ყველა მათგანი ახლახან გაანადგურა უკრაინის დრონებმა. ამ სამიზნეთაგან რამდენიმე სხვებზე უფრო მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ხრივ, თუ როგორ შეიძლება მათი განადგურება გავლენას ახდენდეს ომზე და თავად უკრაინის მატერიკზე არსებულ სიტუაციაზე. საკუთარ ანგარიშში მოჩვენებების მიღწევების შეების შესახებ RBC უკრაინამ განსაკუთრებით გამოყო 3 ობიექტი, რომელიც რუსეთმა დაკარგა. Su-24 ტიპის ბომბდამშენი შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს სულ მცირე, იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა ცდილობს შეამციროს ის საჰაერო ზეწოლა, რომელსაც რუსეთი მის ქალაქებსა და ჯარისკაცებზე ახორციელებს. საბჭოთა ეპოქის თვითმფრინავი Su-24 გამოიყენება საჰაერო დათმებისთვის სახმელეთო და საზღვაო სამიზნეებზე, რის გამოც მას ბომბდამშენს უწოდებენ. უკრაინას ფაქტობრივად არ აქვს საზღვაო ძალები, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი თავის Su-24-ებს იყენებს სახმელეთო სამიზნეებზე დარტყმისთვის. RBC უკრაინა ამბობს, რომ ეს თვითმფრინავი შეუძლია როგორც რაკეტების, ასევე ბომბების გაშება და უკრაინა ძალიან ბედნიერი იქნებოდა, რომ ამ Su-24-ის განადგურებით ორივე საფრთხე მოეხსნა. რაკეტების მხრივ Military Factory უცხება, რომ Su-24-ს შეუძლია სხვადასხვა სახის ჰაერის ზედაპირის რაკეტების გაშება, მათ შორის რუსეთის KH-23, KH-23, ARVA, KH-25ML, KH-58, KH-59 და KH-29. ზოგიერთი მათგანი ანტირადიაციული რაკეტებია, მაგრამ ყველა მათგანს შეუძლია უკრაინის ქალაქების ინფრასტრუქტურაზე სერიოზული ზიანი მიაყენოს. Military Factory ასევე აღნიშნავს, რომ Su-24 ბირთვული იარაღის ტარებაც შეუძლია. გარდა ამისა, ის საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ CAB-500 ბომბები ატაროს და ჩამოაგდოს. რაც მიგვიყვანს მეორე საკითხამდე, რომლის გამორიცხვაც უკრაინას ძალიან გაუხარდებოდა. ეს არის გლაიდ ბომბები. ომის მეორე ნახევრის დიდი ნაწილის განმავლობაში რუსეთი თავის უზარმაზარ CAB ტიპის უმართავ ბომბებს სპეციალური კომპლექტების საშუალებით გლაიდ ბომბებად გარდაქმნიდა. ეს კომპლექტები ბომბებს ფრთებს უმატებს, რაც მათ საშუალებას აძლევს პირდაპირ მიზნისკენ რამდენიმე ათეული მილი იფრინონ. ამ პროცესში კი სატელიტური ნავიგაციის სისტემებით იმართებიან. რუსეთმა ეს ბომბები უზარმაზარი რაოდენობით გამოიყენა. მხოლოდ 5 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრამდე რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 1400 ასეთი ტიპის ბომბი გაუშვა. ასევე 3000 დრონი და 92 რაკეტა, ითხოვინება და გარდიანი. Forbes-ი ამატებს, რომ რუსეთმა გლაიდ ბომბების მასობრივი წარმოება იმ მასშტაბით დაიწყო, რაც აქამდე არ ყოფილა და ახლა გეგმავს ყოველწლიურად 120,000 ასეთი გამანადგურებელი იარაღი აწარმოოს. დაახლოებით 500 მათგანი იქნება გრძელდისტანციური ვარიანტი, რომელსაც შეუძლია მიზნის დაზიანება 125 მილის მანძილზე, რაც იდეალურია ყირიმში განთავსებული გამანადგურებელი თვითმფრინავისთვის, რომ შავი ზღვის თავზე ფრენისას უკრაინაში გაუშვას. ერთი Su-24-ის ჩამოგდება, რა თქმა უნდა, ამ საჰაერო თავდასხმებს აშიაჩერებს. მაგრამ თითოეული ასეთი ნაბიჯი ეხმარება უკრაინას, განსაკუთრებით ისეთ ტერიტორიაზე, როგორიცაა ყირიმი, სადაც რუსეთს გაუჭირდება სწრაფად ჩაანაცვლოს დაკარგული რესურსები. ერთი Su-24-ის ჩამოგდება დღეს შეიძლება ნიშნავდეს 2-ოდე ათეული გრძელდისტანციური დარტყმის თავიდან აცილებას მანამ, სანამ რომ რუსეთი შეძლებს დაკარგული გამანადგურეს ჩანაბლის ჩანაცვლებას, თუ საერთოდ ჩაანაცვლებს. ასეთი დარტყმები მიზნად ისახავს მაქსიმალურად შეამციროს ზეწოლა, რადგან უკრაინის 1000 ჭრილობის სტრატეგია კვლავ აფერხებს რუსეთის შეტევას. რუსეთის დარტყმებისგან თავდაცვიდან მომავალ უკრაინულ შეტევაზე გადასვლისას RBC უკრაინა ასევე გამოყოფს 2 რადარის სისტემას, რომლებიც მოჩვენებებმა გაანადგურეს მათი 2 კვირიანი განადგურების კამპანიის განმავლობაში. პოდლეტის სისტემა, რომელიც ადრე ვახსენეთ, არის რადარის სისტემა, რომელსაც რუსეთი აერთებს თავის S-300V ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემებთან. რადარი საკმაოდ მარტივ როლს ასრულებს, რადგან ის აფიქსირებს და აკონტროლებს ჰაერიდან მომავალი სამიზნეების გადაადგილებას. ეს მონაცემები გადაეცემა S-300 სისტემას, რომელიც უშვებს რაკეტას სამიზნეებზე. უკვე შეგიძლიათ მიხვდეთ, რატომ არის პოდლეტის განადგურება დიდი გამარჯვება უკრაინისთვის. ამ რადარის სისტემის გარეშე ყველა S-300-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც პოდლეტზე იყო მიბმული, ახლა ფაქტობრივად ბრმად მუშაობს.
მათ აღარ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რას აგზავნის უკრაინა იმ კირიმის საჰაერო სივრცეში, სადაც პოდლეტი დაიკარგა, რაც უკრაინას აძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტი დრონი და რაკეტა გაუშვას. შესაძლოა სწორედ ამიტომ მიხილეთ ასეთი მცირე წინააღმდეგობა უკრაინის დრონების მიმართ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ვიდეოში. თუ მოჩვენებებმა ჯერ პოდლეტი გაანადგურეს და დიდი ალბათობით ასე მოხდა კიდეც, მაშინ კირიმში განთავსებული რუსეთის ნებისმიერი საჰაერო თავდაცვა უსარგებლო გახდებოდა. შემდეგ არის გასტა 2-2 რადარის სადგური. ის პოდლეტის მსგავს ფუნქციას ასრულებს, თუმცა ეს არის წრიული სკანირების რადარის სადგური, რომელსაც შეუძლია საჰაერო სამიზნეების აღმოჩენა, თვალყურის დევნება და იდენტიფიცირებაც კი. ის განსაკუთრებით სპეციალიზდება დაბალ სიმაღლეზე ფრენის სამიზნეების თვალყურის დევნებაში, რაც ზუსტად შეესაბამება უკრაინის დრონებს. მიწასთან ახლოს ფრენა ბევრად ართულებს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის უკრაინის დრონების აღმოჩენას, როგორც ეს განმარტებულია 2023 წლის დეკემბრის რუსულ ანგარიშში, რომელიც Forbes-მა გაავრცელა. ანგარიში ეხებოდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემას TORS. მათ შორის აღნიშნული იყო TOR-ის ექსპერიმენტული სროლის პრაქტიკულმა გამოცდილებამ მცირე სამიზნეებზე აჩვენა მათი განადგურების დაბალი ეფექტიანობა. ამის მთავარი მიზეზებია საზენიტო სარაკეტო სისტემის საბრძოლო ქობინის აფეთქების კონტროლის სისტემის არასრულყოფილება, ასევე დიდი შეცდომები მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატების მიზანში აყვანისა და სარაკეტო სისტემის დამიზნებისას. ესეთი სისტემები, როგორიცაა Castor 2-2, სწორედ ამ საჰაერო თავდაცვის სისუსტეების დაძლევას ისახავს მიზნად დრონების წინააღმდეგ. მართლაც, RBC უკრაინა აღნიშნავს, რომ ეს რადარის სადგური შეუძლია აღმოაჩინოს დრონები, ფრთოსანი რაკეტები და თვითმფრინავებიც კი, რომლებიც რელიეფში შენიხვას ახერხებენ. Castor 2-2 რუსეთისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ სისტემის მიერ შეგროვებული მონაცემები შეიძლება გადაეცეს როგორც სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ასევე რუსეთის საჰაერებს. ეს რადარს სასარგებლოს ხვდის როგორც შეტევისთვის, ასევე თავდაცვისთვის, რაც თავის მხრივ მას უფრო მნიშვნელოვან სამიზნედ აქცევს, ვიდრე პოდლეტი, რომელიც ადრე ვახსენეთ. როდესაც უკრაინამ პოდლეტი გაანადგურა, მან სავარაუდოდ მინიმუმ 1 S-300 მხედველობა დაუკარგა. Castor 2-2-ის განადგურებამ შეიძლება მთლიანად დააბრმავა რუსეთის რამდენიმე საჰაერო თავდაცვის და საჰაერო შეტევის პლატფორმა. აქ ორმაგი სურათი გვაქვს. პირველ რიგში უკრაინამ კიდევ ერთხელ განახორციელა წარმატებული იერიშების სერია კირიმზე, რაც კიდევ უფრო ასუსტებს პუტინის კონტროლს ნახევარკუნძულზე. ამ თემას ვიდეოში მოგვიანებით უფრო დეტალურად გამიხილავთ. მეორეც, უკრაინის აჩრდილებმა რუსეთს აჩვენეს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ დარტყმა და როგორც ჩანს, რუსეთს არაფრის გაკეთება არ შეუძლია ამის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში ყირიმში აჩრდილების მიერ განხორციელებული 2 კვირის იერიშები სულაც არ არის პირველი შემთხვევა, როცა ეს ელიტური ხურის დანაყოფი ძლიერად ურტყამს რუსეთს. სხვა შემთხვევებიც ბევრჯერ ყოფილა. აგვისტოში RBC უკრაინა იტყობინებოდა, რომ ხურმა მოახერხა 91 NXE რადარის სისტემის განადგურება ყირიმში. ეს სისტემა რუსეთის S-400 საჰაერო თავდაცვისთვის გამოიყენება სამიზნეების საპონელად და თვალთვალისთვის, ზუსტად ისე როგორც სხვა რადარები, რომლებიც ვახსენეთ. და ის ცეცხლში გაეხვა თავდასხმის შედეგად, რომელიც მოგვიანებით გაირკვა, რომ ხურის მოჩვენებების დანაყოფმა განახორციელა. ნახევარკუნძულზე დამპყრობლების კიდევ ერთი ტრიუმფი დაბრმავდა. როგორც ჩანს, ეს ფიასკოა. დროებით ოკუპირებული ყირიმის დემილიტარიზაცია გრძელდება, განაცხადეს ჰურში ამ დარტყმის შემდეგ. მაგრამ მოჩვენებებს საქმე არ დაუმთავრებიათ. ისინი ყირიმში რუსეთის ძალებს დევნიდნენ იმ დღემდე, როცა დანაყოფის ორკვირიანი ოპერაციის დეტალების გასაჯაროებამდე ერთი დღე იყო დარჩენილი. 4 დეკემბერს RBC უკრაინამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია კიდევ ერთ აჩრდილოვან დარტყმაზე, ამჯერად რუსეთის MiG-29-ის გამანადგურებელზე განხორციელებულზე. ისევე როგორც Su-24, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ, MiG-29-ს შეუძლია სხვადასხვა ტიპის რაკეტების გაშვება, რაც მას რუსეთისთვის ყირიმში ძალიან საშიში არაღად აქცევს. ეს რაკეტები შეიძლება გაუშვან ფრონტის ხაზის მიღმა დიდი მანძილიდან, რათა დაარტყან უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურას. უკრაინის სამხედრო დაზვერვამ არ დატოვა ეჭვი თავის მიღწევაში, როცა გაავრცელა ვიდეო, სადაც მისი დრონები პირდაპირ მოხვდნენ MiG-29-ს და კიდევ ერთ სამიზნეს. ეს თავდასხმა არც კი იყო იმ სამიზნეების სიაში, რომლებიც მოჩვენებებმა გაანადგურეს ორკვირიან ბლიცში. როგორც ჩანს, რუსეთს აჩრდილოვანი პრობლემა აქვს ყირიმში, როგორც სახელით, ისე იმით, რომ რუსეთი თითქოს ვერ ხედავს და ვერ ხვდება არც ერთ იარაღს, რომელსაც მოჩვენებები უშვებენ. მოჩვენებები HUR-ის დანარჩენებთან და სხვა მრავალ უკრაინულ დანაყოფთან ერთად, რომლებმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყირიმში იერიში მიიტანეს, მონაწილეობენ იმაში, რასაც Kiev Post-ი ყირიმის ნახევარკუნძულის სისტემურ დემილიტარიზაციას უწოდებს. საჰაერო, ლოგისტიკური, ენერგეტიკული და სხვა სამხედრო რესურსები ყველა ყირიმის დღის წესრიგშია, რაც ისევ გვაბრუნებს იმ პირველ საკითხზე, რაც ცოტა ხნის წინ ყირიმში ვახსენეთ. პუტინი კარგავს კონტროლს ყირიმზე. უკრაინის თვალსაზრისით ეს ზუსტად ისაა, რასაც ქვეყანა და მისი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობდნენ მიეღწიათ. მას შემდეგ, რაც უკრაინამ ყირიმში შორ მანძილზე დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა მიიღო. ნახევარკუნძული უკრაინის პრიორიტეტი იყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა ის 2014 წელს მიიერთა. და როგორც BBC უწყება, უკრაინა არასდროს თქვამს მასზე უარს. ამის ერთ-ერთი მიზეზი სამართლებრივია. უკრაინის კონსტიტუცია ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს არ აქვს უფლება ქვეყნის სუვერენული ტერიტორიის რომელიმე ნაწილი დათმოს. ზელენსკი მეს 2025 წელს აღნიშნა და განაცხადა. აქ არაფერია სალაპარაკო. ეს ჩვენი კონსტიტუციის წინააღმდეგია. როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიწყო იდეის გავრცელება, რომ უკრაინამ ტირიმი რუსეთს მშვიდობის შეთანხმების ფარგლებში გადასცეს, რა თქმა უნდა კონსტიტუციები შეიძლება შეიცვალოს. ეს ბევრჯერ მომხდარა წარსულში. მაგრამ უკრაინა არ არის მზად და ბევრი იტყვის, რომ არც უნდა იყოს, რომ ყირიმი რუსეთს გადასცეს. ზოგიერთი თვალსაზრისით, ისეთმა ოპერაციებმა, როგორც ბოლო დროს HUR-ის მოჩვენების დანაყოფმა ჩაატარა, პუტინს ახსენებს, რომ უკრაინამ ყირიმზე ხელი არ აუღია.
სინამდვილეში უკრაინამ არა მხოლოდ არ თქვა უარი ანექსირებულ ნახევარკუნძულზე, არამედ დაუღალავად მუშაობს იმაზე, რომ ყირიმი რაც შეიძლება სტრატეგიულად უმნიშვნელო გახადოს უკრაინის ომის ფართო კონტექსტში. უკრაინა ვერ შეძლებს ყირიმში სახმელეთო კონტ შეტევას ტერიტორიის დასაბრუნებლად. ატლანტიკურმა საბჭომ ეს ჯერ კიდევ 2023 წლის ივნისში აღნიშნა და თქვა, რომ უკრაინისთვის სამხედრო თვალსაზრისით უგუნური იქნებოდა სახმელეთო კამპანიის დაწყება. მაშინაც კი როცა იმ დროს მისი კონტრშეტევა მიმდინარეობდა. უკრაინის სახმელეთო ძალები ასეთ შეტევაში დიდი დანაკარგებით წააწყდებოდნენ, რადგან სახმელეთო ხიდი, რომელიც უკრაინის ძირითად ტერიტორიას აკავშირებს, იმდენად ვიწროა, რომ რუსეთს საშუალება ექნებოდა დრონებით, артиლერიით, ავიადათმობით და სხვა მრავალი იარაღით გაენადგურებინა წინსვლაზე მყოფი უკრაინული ძალები. ამის ნაცვლად ატლანტიკური საბჭო 2023 წელს ამტკიცებდა, რომ უკრაინა საკმარისად გონიერია იმის გასააზრებლად, რომ რუსეთისთვის ყირიმის რეალური სტრატეგიული მნიშვნელობა ნახევარკუნძულის ყველაზე მნიშვნელოვან პორტში, სევასტოპოლშია. უკრაინას აქვს შესაძლებლობა გაანულოს ყირიმის სტრატეგიული მნიშვნელობა და აიძულოს რუსეს შავი ზღვის ფლოტი გადაიხადოს მაღალი ფასი ყოველ ჯერზე, როცა ის სევასტოპოლის პორტის დატოვებას შეეცდება, განაცხადა საბჭომ. მათ მიანიშნეს, რომ უკრაინას შეუძლია გამოიყენოს საზღვაო ნაღმებისა და ნეპტუნის რაკეტების კომბინაცია შავი ზღვის ფლოტის დასაზიანებლად. უკრაინამ ნამდვილად დააზიანა ეს ფლოტი, მაგრამ მან ამ პროცესში დრონებიც გამოიყენა. თითქმის 2 წელიწადი და ნახევარი გავიდა და უკრაინამ მიაღწია თავის მიზანს. სევასტოპოლი პრაქტიკულად გამოუსადეგარი გახადა რუსეთისთვის. 2025 წლის ივლისში RBC უკრაინამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტიზანულმა ჯგუფებმა, რომლებიც ყირიმში მოქმედებენ, შეძლეს გადაეღოთ ფოტოები, რომლებიც აჩვენებდა, რომ პორტი, რომელიც რუსეთს უკრაინაში დიდ უპირატესობას უნდა მისცემოდა, პრაქტიკულად ცარიელი იყო სამხედრო გემებისგან. ყველა ეს ფაქტი მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რაც უკრაინის მოჩვენებების დანაყოფმა ახლახან მოახერხა, რადგან ეს ნიშნავს, რომ უკრაინამ ყირიმი პრაქტიკულად გამოიყვანა ბრძოლიდან სტრატეგიული თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ის გააგრძელებს ნახევარკუნძულის პორტების მონიტორინგს და რუსეთს სწრაფად ანანებს თავისი სამხედრო გემების სევასტოპოლში დაბრუნების ნებისმიერ ცდელობას. იმ პორტის პრაქტიკულად გამოუსადეგარი მდგომარეობის შემდეგ უკრაინა ახლა უფრო მეტად ახერხებს ძალისხმევის კონცენტრირებას ყირიმის დაბრუნების შემდეგ ეტაპზე, რუსეთის საჰაერო თავდაცვისა და საჰაერო საშუალებების განადგურებაზე. ეს არის ის, რაც ორკვირიანმა მოჩვენებების დანაყოფების შეტევებმა მოიტანა და სწორედ ამას აკეთებს უკრაინა უკვე რამდენიმე თვე არ ყირიმში. ყოველი რადარის განადგურების შემდეგ უკრაინული დრონებისთვის ახალი საჰაერო დერეფანი იხსნება. ყოველი განადგურებული გამანადგურებელი თვითმფრინავი ნიშნავს ერთ თვითმფრინავს ნაკლებს, რომელსაც აღარ შეუძლია რაკეტებისა და ბომბების გაშვება მატერიკზე. ნელ-ნელა უკრაინა ანცირებს პუტინის სამხედრო ძალას ყირიმში და ამ პროცესში ასუსტებს რუსეთის ლიდერის გავლენას. და ამას ყველაფერს აკეთებს ისე, რომ სახმელეთო შეტევაში 10 უკრაინელი ჯარისკაცის გაწირვა არ უწევს. ყირიმში საპასუხო შეჭრა არ იქნება. ზელენსკიმ თავად თქვა ეს, როცა პასუხობდა ტრამპის კომენტარს იმის შესახებ, რომ უკრაინას არ აქვს ის იარაღი, რაც ყირიმის ძალით დაბრუნებისთვის სჭირდება. აპრილში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა: მართალია, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს. ვეთანხმები მას, რომ ამჟამად საკმარისი იარაღი არ გვაქვს. იარაღი კონკრეტულად, არა ხალხი. რადგან ჩვენი ხალხი უფრო მნიშვნელოვანია, ყველაზე მნიშვნელოვანი რა. მაგრამ არასწორია იმის თქვა, რომ ჩვენ არმია არ გვყავს. თუ ასეა, ნიშნავს ეს იმას, რომ უკრაინის ყირიმის კამპანია უშედეგოა, სულაც არა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის მიზანია პუტინის გავლენის შესუსტება ყირიმზე, ხოლო დასავლეთისთვის ხაზგასმით მიუთითებს, რომ საჭიროა მეტი დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა, რათა ეს გავლენა შესუსტდეს. ეს არის რუსეთის კონტროლის ნაკლებად დაფასებული ასპექტი ყირიმზე. ამ კონტროლს სჭირდება რესურსები, როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური. 2014 წლიდან რუსეთმა ყირიმში დამატებით 800,000-მდე რუსი ჩაასახლა, იუწყება კიევან ინდეპენდენტ. უკრაინის ომის დაწყებამდე კიდევაც კი, ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა ჯეიმსთაუნის ფონდი, აღნიშნავდნენ, რომ რუსეთი მილიარდობით დოლარს ახმარდა ყირიმის ბიუჯეტის მხარდასაჭერად. მხოლოდ 2021 წელს რუსეთი აპირებდა 1.5 მილიარდი დოლარის დახარჯვას ყირიმში, რაც რეგიონის ბიუჯეტის 68%-ს შეადგენდა, მხოლოდ იმისთვის, რომ ნახევარკუნძული ფინანსურად შეენარჩუნებინა. დაუმატეთ ის სამხედრო ტექნიკა, რომელიც ყირიმში განლაგდა და განადგურდა და მოსკოვს ძალიან მძიმე ფინანსური ტვირთი ექნება. აი სწორედ ეს არის იმის არსი, რაც მოჩვენებებმა გააკეთეს. ყოველი დამატებითი დოლარი, რომელიც რუსეთს ყირიმში ახალი იარაღისა და საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად უნდა დახარჯოს, ნიშნავს იმას, რომ ეს ფული პუტინს აღარ დარჩება უკრაინის მატერიკზე იარაღის შესაძენად. და პუტინი ვერ შეძლებს უბრალოდ უარი თქვას ყირიმში მეტი იარაღის გაგზავნაზე. იქ ამჟამად მცხოვრები 1.6 მილიონი რუსი თავს მიტოვებულად იგრძნობს და შეიძლება გადაწყვიტონ, რომ უფრო და უფრო აქტიურ საომარ ზონაში ცხოვრება მათთვის აღარ არის მისაღები. თუ ეს რუსები წავიდნენ, პუტინს ყირიმზე კიდევ უფრო ნაკლები კონტროლი ექნება. ამიტომ უკრაინა პუტინს აყენებს ჩიხურ მდგომარეობაში. ან მეტი დახარჯოს ყირიმზე, ან რისკის ქვეშ დააყენოს იმ ადამიანების დაკარგვა, რომლებსაც იყენებს ბერკეტად ნახევარკუნძულზე თავისი პრეტენზიის გასამყარებლად. ორივე შემთხვევაში უკრაინა იმარჯვებს. პუტინის კონტროლის სუსტდება. რაც შეეხება მოჩვენებებს, წარმოგვიდგენია, რომ დიდხანს არ გავა და მალე ისევ გავიგებთ ხმებს, რომ ისინი ყირიმში დაბრუნებას აპირებენ. და ეს მხოლოდ ყირიმი არ არის, სადაც პუტინის კონტროლი და გავლენა სუსტდება. რუსეთის პრეზიდენტი ძალებს ზედმეტად ფანტავს, განსაკუთრებით მოლდოვაში. ახლა ის დნესტრისპირეთს კარგავს, რადგან ამ რეგიონში მისი იზოლირებული ჯარები ვერ უშლიან ხელს დასავლურ რეფორმებს მოლდოვაში. უკრაინაში ომი მეოთხე წელს უახლოვდება და ორივე მხარე ყველაფერს აკეთებს. ყოველი სანტიმეტრი ტერიტორიის ბრძოლის ველად იქცა, რადგან უკრაინა და რუსეთი ტაქტიკური, სტრატეგიული და ტექნოლოგიური უპირატესობისთვის იბრძვიან. მაგრამ მოდით ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ. როდესაც რუსეთის ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო
რუსეთს ფართოდ მიიჩნევდნენ მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალად და ანალიტიკოსების უმეტესობა ფიქრობდა, რომ უკრაინა რამდენიმე კვირაზე მეც ვერ გაუძლებდა. თუმცა აი სად ვართ დღეს. უკრაინამ არა მხოლოდ შეძლო პოზიციების შენარჩუნება, არამედ მოახერხა რუსეთის შეტევების მოგერიება და ისეთი კონტრშეტევების განხორციელებაც, რომლებმაც მსოფლიო გააოცა. როგორ მოხდა ეს? როგორ მოახერხა უკრაინამ, რომელსაც აუტსაიდერად მიიჩნევდნენ, გლობალურ ზესახელმწიფოსთან თანაბარ ბრძოლაში ჩართვა? ამ ვიდეოში ჩვენ გაგაცნობთ ომის პირველ დღეებს, იმ კრიტიკულ ტაქტიკებსა და სტრატეგიებს, რომლებმაც უკრაინას გადარჩენაში დაეხმარა და იმ მიღწევებს, რომლებმაც ომის მიმდინარეობა შეცვალა. მაგრამ ჯერ მოდით ვნახოთ, რამდენად დიდი იყო სამხედრო უთანასწორობა ომის დაწყებისას. CNN-ის 2022 წლის 25 თებერვლის ანგარიშში მოცემულია რუსეთისა და უკრაინის სამხედრო ძალების ყველაზე ახლო შეფასებები იმ დროისთვის. რუსეთის აქტიური სამხედრო ძალა დაახლოებით 900,000 ჯარისკაცად იყო შეფასებული, მაშინ როცა უკრაინას ჰყავდა 196,000 ჯარისკაცი, რაც რუსეთს თითქმის 5-ჯერ მეტ ცოცხალ ძალას აძლევდა მოსალოდნელ კონფლიქტში. ალბათ ყველაზე დიდი განსხვავება ცოცხალ ძალაში იყო საჰაერო ძალებში, სადაც რუსეთი უკრაინას დაახლოებით 5-ჯერ აღემატებოდა. 165,000 სამხედრო პერსონალი რუსეთის მხარეს და 35,000 უკრაინის მხარეს. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა ვერ შეძლო და არც მოუღრია ყველა თავისი ძალა უკრაინაში შეჭრის დასაწყისში. ამის ნაცვლად ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეჭრისთვის გამოყენებული იყო ქვეყნის 300,000-იანი სახმელეთო ძალებიდან, დაახლოებით 160-დან 200,000 ჯარისკაცი. კონფლიქტის მეორე მხარეს უკრაინამ გამოიყენა დაახლოებით 120,000 ქვეითი. ფაქტობრივად მიუხედავად იმისა, რომ ომის დასაწყისში უკრაინა სერიოზულად ჩამორჩებოდა, რუსეთმა სინამდვილეში მთელი ძალები არ ჩართო, როგორც ხშირად ვარაუდობდნენ. ამის ნაწილი ლოგისტიკასა და ისტორიას უკავშირდება. მარტივად რომ თქვათ, რუსეთის სამხედრო ძალის ნაწილი სავალდებულო გაწვეულებითაა დაკომპლექტებული, ანუ ჯარისკაცებით, რომლებიც რეგულარულად იწვევიან და კონტრაქტიან ჯარისკაცებზე ნაკლები დროით მსახურობენ. დამკვიდრებული პრაქტიკით გაწვეულებს არ შეუძლიათ რუსეთის ტერიტორიის გარეთ გაგზავნა, რაც 1980-იანი წლების საბჭოთა ავღანეთის ომის შედეგია, სადაც საბჭოთა დანაკარგებმა 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 670,000 მიაღწია. ომის დასრულების შემდეგ რუსეთის მოსახლეობამ ხელისუფლებას მოუწოდა მომავალში ჯარის უცხოეთში გაგზავნა აეკრძალა, რაც როგორც ჩანს დამკვიდრდა. თვითონ ვლადიმერ პუტინიც კი მიუხედავად ქვეყნის მძიმე მდგომარეობისა მიმდინარე კონფლიქტში ამ პრაქტიკას ითვალისწინებს. მაგრამ შესაძლოა მთავარი მიზეზი, რატომაც რუსეთმა თავისი მთელი ქვეითი ჯარი უკრაინაში არ შეიყვანა, უფრო ადრე არსებული ტაქტიკებისა და გეგმების გაგრძელებაა. უკრაინაში ომს შეიძლება უწოდოთ ესკალაცია და შესაძლოა ბუნებრივი გაგრძელება იმ კონფლიქტისა, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით. და იმ შემთხვევაში რუსეთმა შეძლო უკრაინის ერთ-ერთი რეგიონის დაკავება თითქმის გასროლის გარეშე. ამის ნაცვლად რუსეთის სამხედროებმა ფაქტობრივად სამხედრო გადატრიალება განახორციელეს. ენახორციელეს ელიტარული ჯარების სევასტოპოლის აეროპორტში ჩააფრინეს და ადგილობრივი სამხედრო და ეროვნული თავდაცვა გააოცეს. შემდეგ რუსეთის სამხედროებმა ადგილობრივ ხელისუფლებაზე კონტროლი დაამყარეს. ხელმძღვანელობა რუსეთისად მიერთგული პირებით ჩაანაცვლეს და დაიწყეს ფარსული რეფერენდუმი, რომელმაც ყირიმი რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებისკენ უბიძგა. 2014 წელს რუსეთმა პოლიტიკური კრიზისი და სამოქალაქო არეულობა გამოიყენეს შეჭრის ფონად, რამაც უკრაინის შესაძლო პასუხები გაანეიტრალდა და პროცესი დააჩქარა. როდესაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა, პუტინმა სცადა იგივე ტაქტიკის გამეორება. ამჯერად ის მთელი ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელის წინააღმდეგ კიევში წავიდოდა. პუტინის აზრით რუსეთს უკვე ჰქონდა პრეტენზია უკრაინაზე როგორც პოლიტიკურად, ასევე კულტურულად და უკრაინის ხალხი უნდა გახარებულიყო ფედერაციაში დაბრუნებით. მას სჯეროდა, რომ ქვეყნის ძირითადი ნაწილი რეალურად მხოლოდ სიმბოლურ წინააღმდეგობას გაუწევდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ადმინისტრაციამ და დამოუკიდებელმა ორგანომ გამოაქვეყნა გეგმები, რომლებიც მიუთითებდა, რომ რუსეთის შეჭრისთვის ემზადებოდა, პუტინი ფიქრობდა, რომ წინასწარი გაფრთხილება მხოლოდ იმას გამოიწვევდა, რომ უკრაინა თავის ძალების უმეტესობას სადავო დონბასის რეგიონში გადაიყვანდა, ვიდრე კიევის გამაგრებას დაიწყებდა. ის მხოლოდ ნაწილობრივ იყო მართალი. ომის პირველ დღეს რუსეთმა კიევზე ორი მიმართულებით შეტევა დაიწყო. რუსეთის სპეციალური სამხედრო ძალების მცირე დანაყოფი დაახლოებით 34 ვერტმფრენით. პირველი დარტმის ჯგუფი იყო, რომელიც საჰაერო გზით მიუახლოვდა უკრაინის დედაქალაქს. ამ 200-300 ჯარისკაცის მისია იყო ჰოსტომელის აეროპორტის დაკავება, რომელიც კიევს ემსახურებოდა როგორც ყველაზე დიდი აეროპორტი და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჰქონდა სამხედრო ტრანსპორტის მისაღებად. შეტევა განხორციელდებოდა ბელარუსიდან, უფრო ზუსტად კი მინსკიდან, რომელიც საჰაერო გზით კიევიდან მხოლოდ 1 საათის სავალზე იყო. დაახლოებით იმავე დროს რუსეთმა დაიწყო სახმელეთო შეტევა, როგორც ბელარუსიდან, ასევე რუსეთიდან. ცდილობდა თავისი მექანიზებული ნაწილები რაც შეიძლება სწრაფად მიიყვანა აეროპორტამდე. გეგმა თავიდანვე კატასტროფად იქცა. საჰაერო შეჭრა პრაქტიკულად ვერ განხორციელდა, რადგან რუსულმა ძალებმა სერიოზული დანაკარგები მიიღეს ჯერ კიდევ მანამდე, სანამ აეროპორტთან ახლოს დაეშვებოდნენ და მის დასაკავებლად ბრძოლას დაიწყებდნენ. უკრაინელმა ჯარისკაცებმა ასაფრენი ბილიკი ბარიკადებით გადაკეტეს, რაც არ მისცა საშუალებას არც ერთ თვითმფრინავს, რომ აეროპორტი თავდაპირველი შეჭრისთვის გამოერენებინა. აეროპორტის მწირი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეძლეს მინიმუმ 4 თვითმფრინავის ჩამოგდება, სანამ უკრაინელები საბოლოოდ ვერ გაუძლებდნენ შეტევას და იძულებულნი გახდებოდნენ დანებებულიყვნენ ან უკან დაეხიათ. ამის მიუხედავად უკრაინელებმა შეძლეს რამდენიმე საათით შეეჩერებინათ რუსების მიერ აეროპორტის დაკავება, რაც საკმარისი დრო აღმოჩნდა იმისთვის, რომ მიმდებარე ტერიტორიიდან საკუთარი მექანიზებული ძალები გადაეყვანათ. რუსული ძალები, რომლებიც ხმელეთით უნდა მისულიყვნენ, სერიოზულად დაგვიანდნენ. პუტინმა ამ შესაძლო სცენარისთვის წინასწარ დაგეგმა და როგორც ამბობენ, 1000-დან 5000-მდე ჯარისკაცი გაგზავნა საჰაერო ტრანსპორტით. თუმცა უკრაინის სამხედროებმა კვლავ დაბომბეს ასაფრენი ბილიკი, რის შედეგადაც ის სრულიად გამოუსადეგარი გახდა და გეგმილ დამატებით ძალებს უკან დახევა მოუხდათ.
დაკავებული აეროპორტის მიუხედავად რომელსაც ვერ იყენებდნენ და სახმელეთო ჯარების წინაშე აღმოჩენილი გაცილებით ძლიერი წინააღმდეგობის ფონზე, რუსმა ჯარებმა ვერ შეძლეს ახალ სიტუაციასთან ადაპტაცია. რაც გვიყვანს აღჭურვილობის უთამასწორობაზე რუსეთსა და უკრაინას შორის და იმაზე თუ როგორ შეძლო უკრაინამ ამ ბარიერის გადალახვა. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა რაც რუსეთს ომის დასაწყისში უკრაინასთან შედარებით ჰქონდა, იყო მისი შთამბეჭდავი საბრძოლო ტექნიკის არსენალი. რუსეთს ჰყავდა დაახლოებით 15900 ჯავშან ტექნიკა. მაშინ როცა უკრაინას მხოლოდ 3300 დაახლოებით 10-ჯერ მეტი სამხედრო თვითმფრინავი და დაახლოებით 17-ჯერ მეტი ვერტმფრენი. მაგრამ საბოლოო ჯამში ამ რესურსებს არც ერთი მნიშვნელოვანი მნიშვნელობა არ ექნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ტანკების მნიშვნელოვნად დიდი არსენალი ჰქონდა, შეჭრის დასაწყისში ისინი ძლიერად არ გამოიყენეს. ომის დასაწყისში რუსმა ჯარებმა საკუთარ საზიანოდ ზედმეტად სწრაფად წაიწიეს წინ. სამხედროები ცდილობდნენ უკრაინის ერთდროულად თითქმის სამ ფრონტზე დაპყრობას. ტანკები სამხედრო მანქანებს შორის ყველაზე სწრაფად გადაადგილდებოდნენ, რადგან ტანკების ჯგუფებს როგორც წესი არ ჰყავდათ მხარდამჭერი მანქანები და ქვეითი, რომელიც მათ შეანელებდა. საბოლოოდ ეს მათი დამარცხების მიზეზი გახდა. თავარი საჰაერო თავდაცვის გარეშე რუსული ტანკები უკრაინული არტილერიისა და დრონების სამიზნე ხდებოდნენ, რაც დამანგრეულ შედეგებს იწვევდა. რუსული ძირითადი საბრძოლო ტანკები T-80 და T-90 თავიანთ წარმოშობას მეორე მსოფლიო ომის მიწურულის საბჭოთა დიზაინებს უკავშირებენ. რუსული სამხედრო დოქტრინა ხაზს უსვამდა ისეთი ტეტი ტანკების წარმოებას, რომლებიც დასაურ ანალოგებთან შედარებით უფრო პატარა, მსუბუქი და მანევრირებადი იქნებოდა. ამ დიზაინმა ტანკები ბრძოლის ველზე უფრო რთულ სამიზნედ აქცია, თუმცა ამავე დროს ნატოს მძიმე ჯავშან ტექნიკასთან შედარებით ძალასა და გადარჩენადობაში გარკვეული კომპრომისები გამოიწვია. მათი მცირე ზომის მისაღწევად რუსულ ტანკებში გამოიყენეს ავტომატური დამტენის სისტემა, რამაც მესამე ეკიპაჟის წევის საჭიროება გამორიცხა. თუმცა ამ დიზაინმა ასევე მნიშვნელოვანი სისუსტეები შექმნა. ავტომატური დამტენის საბრძოლო მასალას კოშკურის გარშემო რგოლად ინახავდა, სადაც ჯავშანი მინიმალური იყო. ამ პრობლემას ისიც ემატებოდა, რომ ტანკის მცირე ზომის გამო დამატებითი საბრძოლო მასალა ხშირად უწესრიგოდ ინახებოდა კორპუსსა და კოშკურში, მძიმე ჯავშნიანი განყოფილებების გარეთ. განყოფილებების არ ქონა რუსულ ტანკებს განსაკუთრებით მგზნობიარეს ხდიდა კატასტროფული აფეთქებების მიმართ. გამტანი საბრძოლო მასალა ან ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, იქნება ეს ზემოდან თუ ქვემოდან დარტყმისას, შეიძლებოდა დაენთოს სათადარიგო საბრძოლო მასალა და გამოეწვია ჯაჭვური რეაქცია, რომელიც ცნობილია როგორც ჯეკ-ინ-ბოქსის ეფექტი. ეს ნაკლი საბჭოთა და რუსული ტანკების კონსტრუქციებში დღემდე შენარჩუნებულია, მათ შორის T-90M-შიც. T-80M ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას თანამედროვე უსაფრთხოების მახასიათებლებით, მაგალითად, სათადარიგო საბრძოლო მასალის უმეტესობა განთავსებულია კოშკურის უკანა ნაწილში, სპეციალურ პანელებში, რომლებიც აფეთქებისას გამოიფრქვევა, რაც დასავლურ ტანკებშია გამოყენებული. თუმცა რჩება სადაო საკითხად, თუ რამდენად ეფექტურად ანეიტრალებს ეს ცვლილებები კონსტრუქციულ ნაკლოვანებებს. მიუხედავად იმისა, რომ კიევის საჰაერო თავდასხმის საწყისი ეტაპი გეგმას ეწინააღმდეგებოდა, რუსეთს მაინც ჰქონდა რიცხობრივი უპირატესობა უკრაინის დედაქალაქის მახლობლად. თუმცა რუსეთის სამხედრო ძალები შეჭრის დაწვებიდან მოყოლებული ლოგისტიკურ და ტაქტიკურ შეცდომებს უშვებენ. პირველ რიგში იყო ჰოსტომელის წარუმატებელი საჰაერო თავდასხმა. პრაქტიკულად არ არსებობდა მიზეზი გვერდმუნა, რომ ასეთი თამამი სტრატეგია რეალურად დადებით შედეგს გამოიღებდა. ვლადიმერ პუტინმა უკვე გამოიყენა იგივე მეთოდი ყირიმის ოკუპაციისას. ამიტომ იგივე სქემის უფრო ფართო მასშტაბით განმეორება იმავე ქვეყნის წინააღმდეგ 10 წელზე ნაკლებ დროში სრულიად არ შეეფერებოდა იმ ლიდერს, რომელსაც გამოთვლადი და ფრთხილი მოქმედებები ახასიათებს და რომელიც კგბ-ს წევრი იყო. ამავე კონტექსტში, უკრაინის სამხედრო ძალები ოდესღაც თავად საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. დეკაპიტაციური დარტყმა, რომელიც ყირიმში განხორციელდა და კიევში სცადეს, საბჭოთა სამხედრო ტაქტიკის ნაწილია, რადგან მსგავსი ოპერაციები უკვე ორჯერ განხორციელდა პრაღაში და ქაბულში. უკრაინელი ოფიცრები სწავლობდნენ, როგორ ეფიქრათ საბჭოთა სტილში, ამიტომ ისინი თითქოს ერთგვარად იცნობდნენ ამ ტაქტიკას. გარდა ამისა, 2014 წლის შემდეგ უკრაინის სამხედროებმა დაიწყეს ნატოს ძალებისგან უმნიშვნელოვანესი წვრთნის მიღება, რამაც ისინი ბევრად უფრო მომზადებულები გახადა მტერთან საბრძოლველად, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული საჰაერო უპირატესობა, მაგალითად რუსეთი. მეორეც, თავდაპირველი შეჭრის მცდელობის მოგერიების შემდეგ, რუსეთი მიუხედავად იმისა, რომ აგრესორი იყო, მოუმზადებელი აღმოჩნდა იმ ომის მასშტაბისთვის, რომელშიც აღმოჩნდა. სამხედრო კოლონები პრაქტიკულად არ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილდებოდნენ ფრონტის ხაზამდე მისასვლელად, რაც უკრაინის სამხედროებს აძლევდა საკმარისზე მეტ შესაძლებლობას, რომ შორიდან დაერთრათ მათ. რაც კიდევ უფრო უარესია, კოლონები თითქოს ერთ ხაზად გადაადგილებას ცდილობდნენ, რაც დამანგრეველი შეცდომა აღმოჩნდა. თუ კოლონის წინა და უკანა ნაწილი განადგურდებოდა, დანარჩენ მანქანებს გაცილებით უჭირდათ ერთიანი თავდაცვითი ხაზის შექმნა და ადვილად შეიძლებოდა მათი განეიტრალება. უკრაინამ შეძლო 100 მანქანისგან შემდგარი კოლონის განადგურება სწორედ ამ სტრატეჯის გამოყენებით, რაც ნათლად აჩვენებს, რამდენად სერიოზული შეცდომა დაუშვა რუსეთმა ტაქტიკური დაგეგმვისას. მესამეც, რუსეთმა რეალურად ვერასდროს შეძლო კიევის ყველა მხრიდან ალყაში მოქცევა. ქალაქის სამხრეთი ღია დარჩა გაძლიერებისთვის, რაც უკრაინის სამხედროებს საშუალებას აძლევდა უწყვეტად მიეწოდებინათ საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა ქალაქში და ქალაქიდან. გარდა ამისა, უკრაინის სამხედროებს შეეძლოთ შემოჭრილი რუსების უკნიდან განადგურება და ფაქტობრივად ქალაქთან მომწყვდევა. ამავე დროს ქალაქის ჩრდილოეთით ტერიტორია დნეპრის მდინარითა და მის შენაკადებით არის დომინირებული, რომლებიც კონტროლდებოდა ჰიდროელექტრული და სარწყავი კაშხალების სერიით. უკრაინელებმა რამდენიმე ასეთი კაშხალი გახსნეს, რითაც მკვეთრად შეცვალეს დედაქალაქის გარშემო არსებული ლანდშაფტი. ქალაქში შესასვლელი კი ფაქტობრივად მდინარით იყო გაყოფილი და ჩრდილო-დასავლეთით მხოლოდ რამდენიმე შესასვლელი დარჩა, სადაც დნეპრის შენაკადები იყო დატბორილი. რუსეთს მოულოდნელად ბევრად გაუჭირდა ახალი მარაგების მიწოდება ფრონტის იმ ნაწილში. მეოთხე, უკრაინელებს ნატოს მხარდაჭერა რეალურად ჯერ კიდევ ომის ოფიციალურად დაწყებამდე ჰქონდათ.
ერიმის ანექსიის შემდეგ უკრაინა თავისი სამხედრო ძალების მოდერნიზაციას შეუდგა, რაც ასევე გულისხმობდა ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობას უფრო თანამედროვე აღჭურვილობის მისაღებად. ამ პროცესის ფარგლებში ნატომ ასევე მიაწოდა უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო დაზვერვის ინფორმაცია რუსეთის გადაადგილებების შესის შესახებ უკრაინის გასცემო, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ნატოსა და უკრაინას შეექმნათ ადრეული გაფრთხილების სისტემა რუსეთის შესაძლო თავდასხმაზე. და მიუხედავად იმისა, რომ დეტალურად განვიხილეთ, როგორ მიიღო უკრაინამ ომის დროს ნატოსგან უმაღლესი დონის აღჭურვილობა და ზოგიერთ მათგანს ცოტა მოგვიანებითაც ვახსენებთ, პირველი დახმარებები სინამდვილეში ბევრად ადრე, 2022 წლის თებერვლამდე დაიწყო. აშშ-სა და უკრაინის ოფიციალური პირების მიერ 2018 წელს შეჭრამდე 4 წლით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვა მიიღო, რომ აშშ-ში უკრაინას ანტიტანკურ ჯაველინის სისტემებს აწვდიდა. მსგავსად, დიდი ბრიტანეთმა უკრაინაში ანტიტანკური NLW სისტემების გაგზავნა 2022 წლის იანვარში დაიწყო, შეჭრამდე მხოლოდ 1 თვით ადრე. ეს ნიშნავდა, რომ უკრაინა უკვე ემზადებოდა თავისი ტერიტორიის დასაცავად და რომ შემდგომი ომი სავარაუდოდ ყველა მხარისთვის მოსალოდნელ მოვლენად ითვლებოდა. ჯაველინები და NLW სისტემები ისეთივე გადამწყვეტი აღმოჩნდა, როგორც უკრაინული ტაქტიკა, რადგან მათ შეეძლოთ რუსული სამხედრო ტექნიკის დაშორებიდან განადგურება და ოკუპანტებზე სერიოზული ზეწოლის მოხდენა. რამდენიმე სერიოზული მარცხის შემდეგ კიევის ალყა ფაქტობრივად მხოლოდ 1 თვე და 2 კვირა გაგრძელდა. რუსეთის სამხედრო ძალებმა ოფიციალურად დაიხიეს 2022 წლის 8 აპრილს და მალევე უკრაინამ განაცხადა, რომ მთლიანად გაათავისუფლა თავისი ტერიტორიის ჩრდილოეთი ნაწილი. რუსები იძულებულნი გახდნენ აღმოსავლეთის ფრონტზე დონბასის რეგიონში გადაენაცვლებინათ ძალები და იქაც მსგავსი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. რადგან უკრაინის დედაქალაქს აღარ ემუქრებოდა სერიოზული საფრთხე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ომის განმავლობაში კვლავ აგრძელებდა ქალაქის დაბომბვას შორი მანძილის დრონებითა და რაკეტებით, უკრაინას შეეძლო თავისი თავდაცვის ძირითადი ძალები აღმოსავლეთში გადაეტანა. დამატებით, შეჭრის გადატანილმა F-თმა თვემ და ნახევარმაც ნატოს საშუალება მისცა მეტი აღჭურვილობა გაეგზავნა. ეს მოიცავდა საბჭოთა ეპოქის იარაღების ნაზავს, რომელიც ნატოს ქვეყნებსა და მათ მოკავშირეებს მარაგში ჰქონდათ, მაგალითად მოდიფიცირებული T-72. პოლონეთმა, ნიდერლანდებმა, დანიამ, აშშ-მ და ჩეხეთმა რესპუბლიკამ უკრაინას დაახლოებით 470 განახლებული ან მოდიფიცირებული ტანკი გადასცეს, რომელთა გამოყენების გამოცდილებაც უკრაინას უკვე ჰქონდა. უფრო თანამედროვე იარაღი, მაგალითად ახალი არტილერიის მოდელები, დონბასის რეგიონშიც ანალოგიურად გამანადგურებელი აღმოჩნდა. ფაქტობრივად ნატოს ქვეყნებმა უკრაინის ომი გამოიყენეს, რათა თავიანთი ახალი იარაღი რეალურ საბრძოლო პირობებში გამოეცადათ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმიამ ინოვაციური სტრატეგიების შექმნა ვერ შეძლო, მას მაინც ჰქონდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სამხედრო ტექნიკა. ეს ნატოს რეალურ მონაცემებს მისცემდა, რომლითაც ისინი თავიანთი არსენალის დაგეგმვასა და გაუმჯობესებას შეძლებდნენ. ერთ-ერთი მაგალითი გადაცემული ტექნიკისა, რომელმაც ომის მსვლელობა შეცვალა. სწორედ იმ სფეროში გამოჩნდა, სადაც უკრაინას მთელი ომის განმავლობაში აშკარა ნაკლი ჰქონდა. საარტილერიო შეიარაღება. რუსეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი მწარმოებელია როგორც საარტილერიო ბატარეების, ბუქსირებადი ჰაუბიცებისა და თვითმავალი არტილერიის, ერიის, ასევე საარტილერიო ჭურვების და მთლიანად ნატოს წარმოებას სამჯერ აჭარბებს. ეს იმას ნიშნავდა, რომ რუსეთს შეეძლო რაოდენობრივ ტაქტიკაზე დაეფუძნებინა შეტევა, უკრაინაზე მნიშვნელოვანი ზეწოლა მოეხდინა და უკრაინაში უფრო ღრმად შეეჭრა. საფრანგეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც ამ სტრატეგიის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი sapasukho ნაბიჯი გადადგა. სულ მცირე, ომის პირველ თვეებში. სეზარი არის ფრანგული სატვირთოზე დამონტაჟებული 155 მმ-იანი ჰაუბიცა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემით, ანუ FCS-ით. მას შეუძლია 2 წუთზე ნაკლებ დროში 6 გასროლის განხორციელება და შემდეგ სწრაფად გადაადგილდება უსაფრთხოებისთვის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დარჩენაც შეუძლია. საერთო ჯამში 18 საბრძოლო მასალის ტევადობით სეზარი ბრძოლის ველზე გამორჩეულ მანევრულობასა და გადარჩენის უნარს უზრუნავყოფს. სატვირთო მანქანის 6x6 ან 8-ზე 8 ბორბლიანი შასის გამოყენებით. მთელი სისტემა უფრო სწრაფი, მანევრირებადი და დარტმის მიმართ განძლია, ვიდრე მუხლუხებიანი ჰაუბიცა, როგორიც აშშ-სა და რუსეთს აქვთ. გარდა ამისა, ციფრული ცეცხლის მართვის სისტემა, სწრაფი სროლის ტემპი და სწრაფი განლაგებისა და გადაჯგუფების დრო სეზარს საშუალებას აძლევს პრაქტიკულად ელვის სისწრაფით შევიდეს და გამოვიდეს ბრძოლის ველიდან. საარტილერიო სისტემა შეიძლება მივიდეს დანიშნულების ადგილზე, მოძებნოს სამიზნეები, გაუშვას ჭურვები და შემდეგ სულ რამდენიმე წუთში დატოვოს ტერიტორია. ამას დავუმატეთ ის ფაქტი, რომ სეზარს მაქსიმალური სროლის მანძილი დაახლოებით 25 მილი აქვს, რაც ბევრად აღემატება საბჭოთა ეპოქის იარაღებს და მიიღებთ საფრთხეს, რომელიც თავის კლასში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა. ეს ხელს შეუშლის რუსულ ძალებს, რომ შეძლონ საპასუხო შეტევის განხორციელება ცეცხლის წყაროს ტრიანგულაციით. სეზარის სროლის მანძილის უპირატესობა დაშტილული იქნება რამჯერით გაძლიერებული არტილერიის შემოღებით, რომელსაც თეორიულად თითქმის 100 მილის მანძილზე შეუძლია სროლა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია და ბოინგი ავითარებენ რამჯერით აღჭურვილ მოდელებს, ეს 55 მმ-იანი ჭურვები, რომლებსაც ამჟამად უკრაინას რეინმეტალი აწვდის, დაახლოებით 100 კილომეტრის, ანუ 62 მილის სიშორეზე ისვრიან და არიყენებენ რამჯეტის ტექნოლოგიას. თუმცა ეს გრძელი სიშორის ჭურვები მაინც მნიშვნელოვნად ზრდიან უკრაინის არტილერიის შესაძლებლობებს, ლობებს. რაც მათ სიშორით უფრო ახლოვებს ტრადიციულ რაკეტებს, როგორიცაა ატაკმსი. ცეზარის გამოცდილება ხაზს უსვამს თანამედროვე ომის ორ მთავარ საკრდენს, სიშორესა და მობილურობას. სანამ უკრაინას შეიძლება გამოიყენოს იარაღი, რომელიც ან სიშორით, ან მანევრირებით აჭარბებს რუსულ ანალოგებს, ისინი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იქნებიან. მაგრამ იყო მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორიც, რომელმაც უკრაინას წინ წასვლის საშუალება მისცა: ეკონომიკა. უკრაინამ ნატოსგან მიიღო 50 მილიარდ დოლარზე მეტი როგორც პირდაპირ ფინანსური დახმარების, ასევე სამხედრო ტექნიკისა და ამუნიციის, ასევე ჰუმანიტარული დახმარების სახით. ამან ქვეყანას საშუალება მისცა ძალისხმევა სხვა მიმართულებით მიემართა და მაინც დაეწია რუსეთის ხარჯებს, რომელიც 2024 წელს დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი იყო. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ უკრაინამ შეძლო უფრო ეფექტური და ამავე დროს იაფი იარაღის დრონების წარმოება. უკრაინაში ომმა გამოიწვია მცირე ზომის დრონების, როგორიცაა გასართობი და გადაღებისთვის განკუთვნილი დრონები, სამხედრო მიზნებისთვის ფართოდ გავრცელება.
საბაზისო დრონის ღირებულება მაქსიმუმ რამდენიმე $1000 შეადგენს, ხოლო უფრო დიდი სასოფლო სამეურნეო დრონები, რომლებსაც მეტი ტვირთის გადატანა შეუძლიათ და რომლებიც ანტიტანკური ნაღმების, უკეთესი საბრძოლო მასალის ან მეტი დრონის დასამაგრებლად და შესაფერისი, უკვე $10,000 ღირს. როდესაც ეს დრონები იაფფასიან ხელყუმბარებსა და ანტიტანკურ ბომბებთან ერთად გამოიყენება, რომლებიც მაინც ეფექტურია როგორც ტექნიკის, ისე ქვეითების წინააღმდეგ, ერთი დრონის ღირებულება როგორც წესი ბევრად ნაკლებია ვიდრე იმ ობიექტის ან ადამიანის, რომელსაც ის ესხმის თავს. რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას რუსეთისთვის, მას ამ ტიპის ომის წინააღმდეგ ბევრი საშუალება არ აქვს. ჩახშობის ტექნიკებმა ტექნოლოგიური შეიარაღების რბოლა გამოიწვია ორ ქვეყანას შორის, სადაც სისტემები ერთმანეთს ეჯახებოდა და ყოველთვიურად ხელახლა ვითარდებოდა. რუსეთს მხოლოდ სპეციალური საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენება შემოყენება, შემეძლო რომელთა თითოეული რაკეტა $100,000 ღირს დრონის ჩამოსაგდებად. ამის ფონზე, როდესაც უკრაინა დრონების ტალღებს უშვებდა, ეს სერიოზულ ზიანს აყენებდა რუსეთის სამხედრო ტექნიკასა და ბიუჯეტს. $10,000 დრონი, რომელიც $500,000 ტანკს ანადგურებს, ან $100,000 რაკეტით იშლება, ყოველთვის ღირებული იქნებოდა უკრაინისთვის, თუნდაც თითოეულ წარმატებულ დათმაზე 10 დრონი დაეკარგათ. დრონების ომი ასევე იყო ის გზა, რომლითაც უკრაინამ შეძლო თავისი სანაპიროს კონტროლის დაბრუნება. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი იძულებული გახდა შეეწყვიტა ოდესის პორტის ბლოკადა 2023 წლის ნოემბერში. მას შემდეგ რაც უკრაინამ მრავალჯერადი დრონებისა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების დართმები განახორციელა გემებსა და საწავის პორტებზე ყირიმში. უკრაინამ ასევე შექმნა და გამოიყენა მსოფლიოში პირველი საზღვაო კამიკაძე დრონი, რომელიც მიზნისკენ ცურვისთვის იყო განკუთვნილი. ღამის რეიდებმა გემებზე ფლოტის ფლაგმანი გაანადგურა და მრავალი სხვა გემი გაანადგურა. ზღვაზე წვდომის არბგენა უკრაინას საშუალებას მისცემს გააცოცხლოს ექსპორტი, რადგან ის მარცვლეულის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში. ზღვის ვაჭრობის ომამდელ დონეზე დაბრუნებამ ომის დაწყებიდან მხოლოდ 1 წლის შემდეგ აჩვენა, რამდენად მცირე ზეწოლა შეეძლო რუსეთს ქვეყნისთვის, რომელსაც ფაქტობრივად ფლოტი არ ჰქონდა. და ბოლოს არის საკითხი საჰაერო უპირატესობის, რომელიც თითქოს რუსეთს აქვს. სინამდვილეში რუსეთს არასოდეს მოახერხა უკრაინაზე საჰაერო უპირატესობის დამყარება. საჰაერო ძალები უმეტეს მისიებს რუსეთის საზღვრებთან ახლოს ატარებენ და იშვიათად ტოვებენ რუსეთის საჰაერო სივრცეს. ეს იმიტომ მოხდა, რომ ნატომ შეძლო უკრაინისთვის მრავალფენიანი საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. გამოყენებულია პატრიოტის ბატარეები და რაკეტები, დრონები, ხელით სატარებელი გამშვები მოწყობილობები და სხვადასხვა სახის საზენიტო სარაკეტო სისტემები მტრის რადარების გასაუქმებლად, სამიზნე სისტემების დასაბნევად ან დრონების ჩამოსაგდებად. ფართოდ გაშლილი ფარის დაცვით, რუსეთის ძალებისთვის შეტევის მანძილი როგორც წესი ბევრად ნაკლებია თითოეული კომპონენტის მაქსიმალურ მანძილზე. და რადგან რუსეთი აგრესორია, თითოეული აღჭურვილობა მუდმივი საფრთხის ქვეშ იქნება, რადგან უკრაინა შეძლებს თავისი საჰაერო თავდაცვის სისტემები თვითმფრინავებსა და დრონებთან გააერთიანოს, რაც კიდევ ერთ თავდაცვით ფენას შექმნის. საოცარი წინდახედულების ნაკლებობით და იმ სისტემებზე გადაჭარბებული დაკრნობით, რომლებმაც დროის გამოცდა ვერ გაიარეს, სამართლიანია ითქვას, რომ რუსეთი ასე ცუდად სწორედ საკუთარი ინოვაციების და სამხედრო ტაქტიკის ნაკლებობის გამო მოქმედებს. და მდგომარეობა რუსეთისთვის ომის დაწყების შემდეგ რეალურად არ გაუმჯობესებულა. ნატომ დაიწყო უფრო თანამედროვე აღჭურვილობის გაგზავნა ყოველი ახალი დახმარების პაკეტით, ხოლო უკრაინამ შეძლო რეალური დრონების წარმოების ინდუსტრიის შექმნა. ამასობაში რუსეთის დანაკარგები იმდენად იზრდება, რომ მას უკვე ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების გამოყენება უწევს საკუთარი რიცხვის გასაზრდელად. ეს იმის ნიშანია, რომ ომის დასასრული შეიძლება ახლოს იყოს. მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ? შეძლებს უკრაინა რუსეთის სრულად მოგერიებას? მადლობა ყურებისთვის და დატოვეთ თქვენი კომენტარები ქვემოთ. ახლა გადადით და ნახეთ ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ დაიწყო რუსეთმა ომი უკრაინაში, რომელიც ბოლოს-დაბოლოს გამჟღავნდა. ან დააცკაპუნეთ ამ სხვა ვიდეოზე.